მოგესალმებით, ვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი, დღის შემაჯამებელი გადაცებით, გილოცავთ უდიდეს დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას, შეგეწიოთ ამ დღის მადლი და მინდა რომ ჩვენ ქართველებმა აი ესეთი მნიშვნელოვანი დღეების დროს მაინც ვისწავლოთ უფლის ჩვენი სამშობლოს და ღვთის სიყვარული, იმიტომ რომ ქართველები იმიტომ მოვედით ჩვენ აქამდე რომ ყოველთვის ვიყავით ერთგულები ჩვენი ეკლესიის, ჩვენი რწმენის და ამან მოგვიყვანა აქამდე. დღეს ფარისეულობამ უფრო იმძლავრა ჩვენში ვიდრე რწმენამ, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომლებიც დადიან ეკლესიაში და შემდგომში ეკლესიიდან გამოსულები არ არიან, უკვე ისეთ უკეთურობას ჩადიან, რომ საერთოდ აი ბევრი მერე იძახის ესეთ რაღაცას, რომ როგორ შეიძლება კაცი ეკლესიაში დადიოდეს და ესე იქცეოდესო, მაგრამ ეს იცი რას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერი გვჭირდება რაღაცა ეკლესიაც ზოგჯერ იგივე ვითომ ეს მოჩვენებითი გარკვეული ჩვენი რწმენა იმისთვის, რომ ხალხზე რაღაცნაირად ვითამაშოთ, რომ აი ხალხს ვაჩვენოთ, რომ აი ჩვენ როგორ რწმენაში ვარ და სინამდვილეში იცი, ნამდვილი რწმენა, ნამდვილი ღვთისასწაულობა არის ის, როდესაც შენ ადამიანებს ეხმარები, გაჭირვებულებს ეხმარები, შენს ოჯახის წევრების გარდა სხვების გახსოვს, რომ ქრისტიანობა ის არ არის მარტო, რომ მარტო მე დააყენო და მეთი საზღვრავდე. ქრისტიანობა ის არის, როდესაც სხვისთვის წირავ თავს. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესი ყველასგან, იმიტომ რომ ქართველი კაცი იმით გამოირჩეოდა, რომ ჩვენ ყოველთვის წირავდით თავს ქრისტესთვის, რწმენისთვის და არავის ამ ქვეყნად იმდენი წმინდანი არ აყავს, რამდენიც ჩვენ გვყავს. მარტო 100,000 მოწამე რა დღის, 6,000 გარეჯელი ბერი. უამრავი ადამიანი, რომელიც ქრისტესთვის ეწამა და ჩვენი სარწმუნოებისთვის ეწამა. გილოცავთ კიდევ ერთხელ აი ამ უდიდეს დღესასწაულს და ღვთის მადლით ყველაფერი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ და ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერი ისე წარმართული იყოს, როგორც სურს. აი ხა რახან მე აი ამ გარკვეულ ნოტაზე დავიწყე საუბარი, მინდა რომ აი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გითხრათ. აი ძალიან გული მტკივა, რომ ეკლესიებში ხშირად დავდივარ სხვადასხვა ტაძარში, ძირითადად ერთ ტაძარში დავდივარ, სადაც უფრო აღსარებას და ზიარებას ვიღებ და აი ძალიან გული მტკივა, რომ ჩვენ ახალგაზრდობის კუთხით გვაქვს სერიოზული პრობლემები, მეგობრებო რა. აი უამრავი ადამიანი გამოდის აი ქუჩაში აქციებზეც ისედაც და ზითად არის ახალგაზრდობა 80% და მე ჩვენ ბრაზდებით ამ ახალგაზრდებზე ხშირად ჩვენ აი რაღაცა ვიდეო მასალებიც არის აი ამის თაობაზე და აი ხა მე აი ამაზე საქილიკო არის და ხშირად აი დაცინიან ამას და სასაცილოდ ნამდვილად არა გვაქვს საქმე. ხა როგორ შეიძლება ხა ეს კადრი ჩვენ ვნახოთ ხა რასაც შემოგთავაზებ და აი ამაზე ხლა გაგეცინოს. ეს სასაცილო არ არის. ეს სატირალია, რომ ახალგაზრდობა პროტესტს ესე გამოხატავს. რომ მაგალითად აი ქუჩაში ჩაიცვეს ადამიანებმა, ახალგაზრდებმაც, იქ უფრო ჭარმაგი ადამიანების პიჟამოები ჩაიცვეს იმისი რაღაცა პატიმრების და ისე დარბიან და ამითი რა უნდა თქვა, ეხა დანაშაულს თუ ჩაიდენ, ჩაგაცვლევენ, აბარა იმ სამოს, რომლითაც უნდა მოიხადო სასჯელი. ყოველი ტიპის პერფორმანსი ეს არის სწორედ იმის სიმბოლო, რომ ვერ გაბედავს და ვერ შეძლებს ქართული ოცნება ქართველი ხალხის მართალი ხმის ჩახშობას და აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველოს ამ პროცესში. ახლა ნანი წულაიას მოვისმენ, იქიდან გამომდინარე, რომ საყვირებია ქალბატონო ნანი დისტანცია დავიჭიროთ, რათა მაყურებელს თქვენი ხმა ესმოდეს. სინდისის პატიმრების მშობლები ხართ ადამიანები, რომლებიც ნებისმიერი პროტესტის ავანგარდში ხართ. რას ეუბნებით დღეს სულიად ქართულ საზოგადოებას, რა არის თქვენი თავადი ყოველ ჟანს ვიქნებით ავანგარდში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, ჩვენი შვილები დავიხსნათ, ჩვენი გოგობიჭები
დავიხსნათ და თავისუფალ საქართველოს ვიცხოვროთ. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა უსმენთ განიცვალიას მარისი ყოლბახიძეც არის მასთან ერთად. მარისი, მავთულყვართი გიჭირავთ ახლა მშობლებს ხელში. რისი სიმბოლოა ეს მავთულყვართი და რას ეუბნებით ამით ქართულ ოცნებას? ან რა ტიპის პერფორმანსის მოწყობას აპირებთ ამით? მავთულყვართი გვიჭირავს, იმიტომ რომ ჩვენი შვილები ყავს დაპატიმრებული ქართულ ოცნებას. ამიტომ სიურპრიზად დარჩება, როცა მივართ თავისუფლების მოედანზე, რატომაც გვიჭირავს ეს მავთულყვართი. აუცილებლად და ზუსტად ეს არის იმის სიმბოლო, რომ მათ აი მავთულყვართები ვერ შეგვაშინებს ვერც ჩვენ და ვერც დაპატიმრებულ ბიჭებს და გოგოებს ვერავის ვერ შეაშინებს. ჩვენ ვართ საქართველოს უმეტესობა და ქართული ოცნება არის 20%. მეტი აღარა. ამიტომ ვერ შეგვაშინებენ და ნახავენ რატომაც გვიჭირავს ეს მავთულყვართი. ჩვენ უშვებთ შეცდომას იმ მიმართულებით, რომ როდესაც ახალგაზრდებთან არ ვსაუბრობთ, უფრო და უფრო ღრმავდება კრიზისი. ჩვენ ახალგაზრდებს იმიტომ კარგავთ, რომ განათლების სისტემა არის მოწყობილი ისე, რომ ამ სისტემამ შვა ესეთი ახალგაზრდები. ამას უკვე ვსაუბრობ ალბათ 1-20 წელია ტელეეთერების საშუალებით. და კაციშვილი არ ინტერესდება ამით. ყველაზე უცნაური ის არის თვითონ განათლების სისტემაში მოღვაწე ადამიანები ხმას არ იღებენ 1-2-ის გარდა. აი ბევრთან მისაუბრია, რატო არ იღებ ხმას? ნუ აი რა რაღაცა ზოგი იტყვის, რომ აი მტრის სისხლზე ხო არ და მტრის სისხლზე კი არა, მტერთან ხარ შეკრული შენ. იმიტომ რომ როდესაც შენ თუ ამ ქვეყნის ერთგული ხარ, შენ თუ ხელისუფლებას უჭერ ხარ, პირველი ამაზე უნდა ამოიღო პროფესორ მასწავლებელი, ქვა რო აგდო ამ პროფესორს მოხდება ან აკადემიკოს, ან ვიღაცა ისეთი დღეს საქართველოში აი სტახანოვური წესით არიგებენ აი ამ რაღაცა დისერტაციების შედეგად გარკვეულ აი ამ პრივილეგიებს, რომელსაც ეწოდება ის, რომ პროფესორები ხდებიან. ამდენი პროფესორი არც ერთ ქვეყანას არა. ერთი გინახიათ, რომ აი განცხადება გაკეთებული იყოს იმაზე, რომ რეფორმაა საჭირო განათლების ახალ. განათლების რეფორმა ამათ როგორ ესმით, იცით, რომ მაგალითად სადღაც შენობას გაარემონტებენ, უნივერსიტეტებში შეიტანენ რაღაცა კომპიუტერს და ეს არის რეფორმა. და უცხოეთში წავლენ და რაღაცა იქ ვოიას ჩაატარენ. არ არის მეგობრებო ეს რეფორმა. რეფორმა არის ის, რომ უნდა შეიცვალოს კადრები, უნდა შეიცვალოს თვითონ სახელმძღვანელოები, რომლითაც ასწავლიან ჩვენს ახალგაზრდებს. უნდა შეიცვალოს მეთოდიკა, უნდა გამოვიდეთ ბოლონიური სისტემიდან, უნდა იყოს აი ამ დარგში პროფესია უნდა იყოს დაფასებული, რომ აქ აი ამ სფეროში უნდა წავიდეს ნამდვილი პროფესიონალები და არა ისეთი ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად არაფერი არ ესაქმებათ. არ უნდა იყოს თავშესაფარი განათლების სისტემა ქვეყნის მტრებისთვის. აი ლევან ბერძელიშვილისნაირი და მაისურაძისნაირი და კიდე ისეთი ადამიანები რაღაცა ტელესექს დივებს რო გვანან, რა უნდათ იმათ უნივერსიტეტებში. ახლა არ მინდა ახლა იმ ბუარების დასახელება, რომლებზეც არაერთხელ მისაუბრია, რომ უნივერსიტეტში ადამიანები ხშირად სტუდენტებს იმით იზიდავენ, რაც უფრო ღრმა დეკოლტე და რაც უფრო ბოდიში და ნაკლებად ისეთი გამჭვირვალე ისაცვიათ კაბა და აი ესე იზიდავენ ადამიანები და მერე ნიშნებს წერენ, იმიტომ რომ მერე ფული შეიტანოს იქ უნივერსიტეტში. ამიტომაც არის ესეთი ახალგაზრდა. არც მშობლის არის ბრალი ის, რომ ახალგაზრდა ესეთი იზრდება მის ოჯახში და არც ვინმე სხვის, იმიტომ რომ მშობელმა რა უნდა ქნას, მე გეკითხებით. მშობელი, როდესაც აღზრდის, მერე უკვე ყალიბდება ადამიანი უნივერსიტეტში, სკოლაში და ის რომ უყურებს, რომ აი ეს მაგალითად აი ესეთი პედაგოგები ყავს, როდესაც სისტემაა ესეთი აწყობილი, როდესაც მედია არის ესეთი, რომ თურმე სამშობლოს სიყვარული ყოფილა რაღაცა ისეთი აბსტრაქტული ცნება, აი რაზე უნდა იყოს საერთოდ საუბარი. აი რაღაცა წავაწყდეს სოციალურ სფეროში გამოკითხვას და აი გული მეტკინა, იცით რაზე, აი სასაცილოც არ არის. გული მეტკინა, რომ აი ესეთი თაობა მოდის ჩვენში. მე ამ ახალგაზრდებს არაფერს არ ვერჩი, კიდე ერთხელ ვიმეორებ, არც ბულინგს ვეწევი მისი, არც დავცინი. უბრალოდ გული მტკივა რაზე, იცი რომ აი ესეთი ახალგაზრდობა, აი შვა ჩვენმა განათლების სისტემამ. გოგოს ეკითხებია ტრადიციებიო და ესო რა ისაო ტრადიციაო, აი პირველიო უნდა იყოსო, აი ესე იგიო კარიერაო, მერე ოჯახიო. ჩვენ ხო წინ მივდივართ, რომელი საუკუნე არის საერთოდ ამაზე კითხავ. რომელი ქართული ტრადიცია მოგწონთ? რომელი ქართული ტრადიცია მომწონს? ალბათ ის ფაქტი, რომ ძალიან სტუმად მოყვარეები ვართ. ტრადიციაში შეიძლება გაატარო როგორც კულტურაში. მეტი არაფერი, ძალიან ბევრი რაღაცა გვაქვს შესაძლებელი ტრადიციებშიც. და რომელი არ მოგწონთ ყველაზე მეტად? რომელი ტრადიცია არ მომწონს ყველაზე მეტად?
რომ ქალისთვის ოჯახი პირველი უნდა იყოს და არა კარიერა. რომელი საუკუნეა? თურმე ესე იგი ის ხალხი, რომლებიც ოჯახს აყენებდნენ წინა პლანზე, ისინი ჩამორჩენილები ყოფილან და ესენი არიან სხვაგვარ, ესე იგი, იმაში არიან აბსტრაქციაში თურმე რომ პირველი კარიერას აყენებენ. ვინ თქვა რომ რატო უნდა გამოყო ესე კარიერა და ოჯახი? იმ კარიერას რისთვის აკეთებ? ოჯახისთვის არ აკეთებ, რომ ვიღაცას რომ თუ წარმატებული ხარ, ვისთვის ახარ წარმატებული? შენი ოჯახისთვის, ხო? და მე კიდე რატო გამორიცხავს ერთმანეთისგან ოჯახი და კარიერა ერთმანეთს? მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომლებსაც კარგი ოჯახიც შექმნეს თავიდანვე და წარმატებასაც მიაღწიეს. აი რატო უნდა აბა როგორ უნდა გააკეთოს ადამიანმა, ესე იგი 35 წლის მანძილზე უნდა იყოს დაკავებული, ესე იგი boyfriend-თან სექსით და 35 წლის მერე უნდა გათხოვთ ეს? და 35 წლის მერე ბავშვი გაუჩნდება, ან გაუჩნდება ან არა და იმიტომაც არის. შეხედეთ ჩვენ ახალგაზრდობას. მე ჩემ აი ჩემს გარშემო ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომ არიან ძალიან წესიერები პატიოსნებაზე, რა არ ვიცი ხა სიმართლე გამაზე თავს ვერ დავდება. არიან ნორმალურები, განათლებულები, მაგრამ ისე იგი აი კარიერაზე თავს იკლავენ, კი ბატონო, წარმატებას მიაღწიეს და ოჯახი ეს არის მეათე ჭრილი. და მაინტერესებს აი ამ კარიერას რომ ვისთვის აღწევთ ამ კარიერას? ვისთვის უნდა დაიკავოთ თანამდებობა? ვისთვის რომ შენ ქვეყანას გამოადგე? შენ ქვეყანას რო გამოადგე? ხო უნდა ეს დატოვო რაღაცა კვალი რომ გაგრძელდეს შენი რაღაცა, ხო? ანუ შენ იმიტომ იშვი ამ ქვეყანაზე რომ დატოვო შენს გარდა. შენ რო განათლებული ხარ, თუ ოჯახი არ ეყოლა ადამიანს და თუ ყველამ კარიერისთვის იფიქრა მარტო, ხო? ვინ იქნება ამ ქვეყანაზე? ვინ დარჩება? ქართველი ხო აღარ დარჩება, ყველა და ჯერ ეგერთიც რა კარიერას იწყობენ, კიდე საკითხავია რომელ კარიერაზეა, ამათვის კარიერა. ზოგი აი გამოკითხები იყო აქა ესე იგი ტრადიციებზე ეკითხებიან ადამიანებს და ტრადიცია თურმე ყოფილა, ესე იგი საქართველოში ამა ტრადიცია ესეთია თურმე რომ კაცის მიერ ქალის შაგორა. რომელი ქართული ტრადიცია არ მოგწონთ? ძალიან ბევრი ქართული ტრადიციული ოჯახი რო არ უნდა დაისიწმინდე. აი რაღაცებს რომ უნდა შეეწირო, იმიტომ რომ ქართული ტრადიცია რაღაცა გთხოვს ამას, აი ეგეთი რაღაცები არ მომწონს. აი მაგალითად რას უნდა შეეწირო ქართული ტრადიციის გამო? მაგალითად ქართული ტრადიციული ოჯახი, დედამთილები, მამამთილები, ასე შემდეგ ოჯახის წევრების რაღაცა ანგარიშგაწევები იმის გამო რომ ოჯახი არ უნდა დაინგრეს, რადგან ქართული რაღაცა ტრადიცია ეწირება ბევრი ქალი მაგალითად და ხდებიან ძალადობის მსხვერპლები. საიდან მოიტანეს? ეხლა იტყვით ალბათ მეგობრებო, ხო? საიდან და დღედაღამე ტელევიზორში რომ იმაზეა საუბარი რომ ქალი არის ესე იგი მსხვერპლი კაცისა, კაცი არის მოძალადე და ეს ესმით ამათ და თვითონაც არ ვიცი ალბათ სად იზდებიან, რომელ ოჯახში იზდებიან ესე რომ ყველა კაცი მოძალადე როგორ შეიძლება იყოს და ეს გონიათ რომ ცუდი ტრადიციები საერთოდ არ იციან რა არის. ტრადიცია გონიათ მარტო ის რომ რაღაცა ესე იგი თურმე ის რაღაცა საფლავზე მისვლა და რაღაცა თურმე ეხა იმ დღეს ერთ-ერთი იმისი სააგენტოს ის წავიკითხე გარკვეული აი ინფორმაცია თურმე 10 ცუდი ტრადიცია ქონია ქართველებს. აი ეს პალიტრანიუსზე გამოქვეყნდა სხვათაშორის ეს ინფორმაციები და აი შემძრა ამ ყველაფერმა საიდან მოიტანენ, აი საიდან სადნახულობენ ასეთ რაღაცას რომ აი ამაზე მე იღლიცინონ და აი ამბები ჯიზე არის ესეთი სტატია რომ თურმე ესე იგი 10 ტრადიცია საქართველოში რომელიც შესაძლოა და დასავიწყებელი და პირველი საქონლის ხერხშეწირვა. ნუ ეხლა ამას გამადგონიათ რომ სხვა შეწირავ. ეხა ბიბლია მაინც წაიკითხეთ ქვედალოცვილებო და რაღაცა წაიკითხეთ რომ რა დანიშნულება ჰქონდა იგივე რაღაცა როდესაც შეწირავდნენ უფალს. ეს ამათ გონიათ რომ ეს არის რაღაცა ალკოგოლიზმი. თურმე ესე იგი ამათ რა გონიათ, იცი кейფიც არ უნახიათ. არც არაფერი არ უნახიათ და მე ლაპარაკობენ იმის შესახებ რომ აი რაღაცა თითქოს იციან. ახლა ილია ჭავჭავაძეს აქვს ძალიან ისეთი კარგი სიტყვები და აი ამას თაობაზე, აი ამ ტრადიციებზე ჯერ დაამახინჯეს ქართული ტრადიციები. შემდგომ კი ამ დამახინჯებულ ტრადიციებს ებძვიან თითქოს და მოძველდა ქართული კულტურა და უფრო
კარგი დემოკრატიულ ღირებებზე დაფუძნებული გჭირდება. საკუთარი ხელით ვჭრით იმ ტოტს, რომელზეც ვზივართ. ნუ გავიწყდებათ, რომ ჭეშმარიტი ქართული ტრადიციების, მამულის, ენის და სარწმუნოებისთვის წირავდნენ წინაპრების თავს და ჩვენ მათ უღირს შვილებს არანაირი უფლება არ გვაქვს უარი ვთქვათ ეროვნულ ღირებულებებზე. სამშობლო ერთია ქვეყანაზე და ესე იგი ამათმა რა არის ჩვენ ვხედავთ რომ აი ეს ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ფასეულობები დაამახინჯეს. ამათ გონიათ რომ აი ეს რო დაჯდებიან სუფრაზე და ვიღაცეები მარტო რო ლოთობენ, ეს გონიათ ქართული სუფრა. ქართული სუფრა არის აკადემია. ამათ არც სუფრაზე მჯდარან ეთყობა ამათ ქართულ სუფრაზე რომ ადამიანები ჯერ სასმის მიირთმევენ, იქ რო კერძები ჯერ ტრადიცია ქართული კულტურის და ქართული სუფრის ტრადიცია არის ის რომ ჩვენი აი სამზარეულო შეიყვარა საქართველოს და ქართველი უამრავმა ერმა. მერე ის მოხენა სიმღერა, იქ კარგი სიმღერა, კარგი ამბის მოყოლა, რომელიც დაგაფიქრებს, სიტყვა პასუხი, რომელიც აი სილამაზით არის აღსავსე, კარგი ლექსი, რომელსაც წაიკითხავ. ეხლა ეს არაფერი არ უნახიათ გესმით. და ამათ გონიათ რომ მარტო იქ უნდა ყანწი და ის გონიათ ეს რაღაცა ყანწებით кейფი გონიათ მარტო ქართული სუფრა. მერე ესე იგი არატოლერანტურობა და დისკრიმინაცია შეღუდული შესაძლებლობი პირების მიმართ, არატოლერანტური რელიგიის და სექსუალური სადა ეს თურმე ჩვენი ტრადიცია ყოფილა თურმე არატოლერანტურობა. ქვეყანა რომელშიც ისედაც პატარა საქართველოში ამდენი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, ამდენი მარტო აი ძველ თბილისში რო გაივლი, რამდენი ეთნიკური და რამდენი რელიგიური წარმომადგენლობა არის, იქ მეჩეთი, სინაგოგა, ეკლესია გრიგორიანული ეკლესია, რა ვიცი მე ყველაფერი არის და ესენი გვეუბნებიან თქვენ არატოლერანტურები ხართო რა. და აი იმიტომაც არის მე ეს აი ამას ეხა წერს აგერ ეს პალიტრას ამბები ჯი და იმიტომაც არის ეს ბავშვები ასეთ რაღაცებს რო იძახიან. წაიკითხეს ეხლა მედიას აქვს ძალიან დიდი დატვირთვა და გონიათ ეს მერე სასაფლაოზე кейფი ალკოგოლური სასმელების გადაჭერა მოხმარება სად ეხა იცით რა არის ადამიანი თუკი თვითონ არის უარგისი და ბოდიში და გონია რომ ესე უარგისი ყველა არის ესეთი რამე მე არ ვიცი რა აბა რომ რა თქვენ მაგერ ის არ გინახიათ აგერ ეხლა ხას გუშინ წინ აგერ ადამიანმა ვატიკანში ერთ-ერთ ეკლესიაში მოიშარდა შუა ეკლესიაში ხვევნა კოცდა სუფრაზე. ესე იგი, მე არ ვიცი, სად ნახე ჩვილო, სად აი ამბებიჯის მიმინდა მივმართო. რა ხვევნა კოცნა? ეხლა სხვათაშორის ერთი ანეკდოტივი დადის, კი არა და ნამდვილი ამბავია, იტალიელები შეესწრენ ასეთ რაღაცას, რომ ნუ შეზარხოსდნენ ქართველი კაცები ერთმანეთს აი რაღაცა გადაეხმივნენ აი ძმური სიყვარულით და ერთმა უთხრა მეორე პიდარასტი და ესეთი რამე თქვეს ეხლა იმედი ამაზე რაღაცა ვინმე არ დაიწყებს რაღაცას აი ეს სიტყვა წავ ამათ რა გონიათ იცი კაცი რო კაც ესე იგი გადაკოცდის ეს რაღაცა თქვენ რო აი ყველა ისე ფიქრობს თავისი იმითი პრიზმით რა თვითონ რო არიან ეგეთები სხვაებიც ეგეთები გონიათ რომ კაცი ქართველი კაცი რო სუფრაზე აი სიყვარულით ძმური სიყვარულით რაღაცა და სად არის კიდე ამდენი ხვევნა კოცნაც რომ რაღაცა სხვა რამეში იმას ქნა შეიტანო ეჭვი და თამადობაც თურმე სიყალბის ფარისეულობის და ზედაპირობის მაგალითი ყოფილა თამადობა ერთი ან თამადა გინახია თქვენ ესენი ეხა თქვენ იკრიბებით თქვენი წრის ადამიანები ამათზე მინდა საუბარი ამ ჩვენ ჯენზი და აკაცუკების თაობაზე. ვინ უნდა ითამადოს ეხლა თქვენ სუფრაზე გეკითხებით ერთი რომ თქვენ თამადის ინსტიტუტი შეაფასოთ. აი ვინ უნდა ვისად უნდა დაინახოთ თქვენ თამადობა, იმიტომ რომ თქვენ ისე წრეში ტრიალებთ რომ არც თამადა გამოირჩევა თქვენთან და არც ვერა, იმიტომ რა უნდა ნახოთ თქვენ ეხა ისეთი და მე ქელეხს აკნინებენ კიდე და რაღაცა ესეთი თურმე იქ ქელეხის ტრადიცია თურმე ამათ ისიც არიციან რომ აი სასაფლაოს მერე ადამიანები სხვა ქვეყანებშიც მიდიან რომ აი ჭიქა ღვინო აწიონ. ეხლა გადაჭარბებული ბევრიგან მინახია მეც,
მაგრამ ეს არ არის ქართული ტრადიცია. ილია ჭავჭავაძის სიტყვები იმიტომ მოვიშველიე, რომ ზოგმა ჩვენი ტრადიცია რომ დაამახინჯა, გონიათ რომ აი ეს არის ტრადიცია, რომ ვიღაცა რომ ჩასკდება სუფრაზე და საცივში თავშაყობს, ეს გონიათ ქართული ტრადიცია. თამადა, რომელიც მთელი სუფრა ისეთ ადრიგზელოებს იძახის, რომელიც ნამდვილად ამოვარდილია ყველაფერთან, ეს გონიათ თამადობა. თქვენ გონიათ რომ დამახინჯებული რაღაცა ტრადიციებია ჩვენი ღირებული. ამიტომაც ეხლა ეს ახალგაზრდები გამოდიან, ჯერ შეხედეთ ეხლა ამ ახალგაზრდების მეტყველება. რომელი ქართული ტრადიცია არ მოგწონთ? აი ის რომ კაცის როლი ისეთი არის დღესდღეობით და ტრადიციულად იდეაში არ ვიყავით მასე და საბჭოთა კავშირმა რაც შემოიტანა ის რომ კაცს შეუძლია რომ ძალაუფლება ჰქონდეს ქალზე, აი ეგ ტრადიცია არ მომწონს. იმიტომ რომ ის რომ აი კაცმა უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი და ამ დროს ან ქალი უნდა იჯდეს სახლში საჭმელი აკეთოს და მხოლოდ ბავშვებს მოუაროს. აი რომელი არ მოგწონთ? როგორ თქვა, დრო რო იცვლება და მაინც რო ხალხი არის რომელიც მაგ დროს ანშტად არ იცვლება და ნუ ალბათ ხლებით რასაც გულისხმობ რა. რომ ეს რაღაც უფრო მოდერნული რაღაცა სტილი არის, ბავშვები რაღაც ახალი თაობა რო იცვლება და მაინც რო ხალხი არის რომელიც მაგის გამო ძალიან რა ვიცი ცუდ ხასიათზე რა ცუდ განწყობით არის მაგ ბავშვებთან მიმართ მაგ ახალ თაობასთან მიმართ და ძალიან აჯობს და რა ვიცი ცუდი სიტყვის ბოდიში მაგრამ მაგითი რაღაც. როგორ გონიათ რა არის ამის მიზეზი? რატომ ვერ იღებენ ახალ თაობას? ნუ ბევრი ხალხი რეგიონში ცხოვრობს არ იცის რაღაც არ აქვს თქმა არანაირად რაღაც სოციალურ ქსელებთან რავი არა მარტო ეგ რავი ეს რეგიონებში რო რაღაც არ აქვს ქსელზე თქმა არანაირზე არაფერზე და რავი მაგხრივ უყვართ უფრო რაღაც ესე რომ რავი ახალ თაობაზე ესე ცუდად და ესე დაჯმა იყოს ვიდრე რავი accepting რავი როგორ თქვა მაგრეგრე რა. ამათ არ ვადანაშაულებთ ერთი წამითაც ამ ახალგაზრდებს პირიქით მოვეფერებოდი აი რაღაცა როგორც ჩემ შვილებს და მე მინდა ეხა და არც რაღაცა ბულინგი არ მინდა გავწიოთ ამათ ეს არის განათლების სისტემის ბრალი მეგობრებო ეს არის იმის ბრალი რომ ეს ახალგაზრდები ასეთები იმიტომ არიან რომ სკოლაში არაფერს არ ასწავლიან უნივერსიტეტში არაფერს არ ასწავლიან სად უნდა გაიზარდოს ახალგაზრდობა გეკითხებით სად უნდა იშვას როდესაც მიხვალ და ისე უნება რა ქვია ლექტორი რომ აქციაზე თუ მოხვალ ნიშანს დაგიწერონ დღეს რომ პოლიტიზირებულია ყველაფერი მედიცინაც პოლიტიზირებულია განათლებას რა იქით არ იყოს ეხლა იმ დღეს ერთმა მეგობარმა დამირეკა ესე იგი ოცნების რაღაცა რაღაცა ერთ-ერთი წარმომადგენელი მოხდა იმაში საავადმყოფოში არ მინდა ეხლა დავასახელო და ესე იგი გადმორეკა იქ შესაბამისმა იმან რომ აი რაღაცა დაზღვევის თემაში გარკვეულიყო რო გაიგეს ამათმა რომ ეს რაღაცა ვიღაცა დაინტერესდა ამის ავადმყოფი რეამინაციაში ექიმი არ შევიდაო რომ გაიგეს რომ ეს ოცნების წარმომადგენელი იყო თქვენ ატყობთ რა ეხლა მე ამ სოლიდარობა პროფესიაში ძალიან კარგია მაგრამ ბიჭო აი შეხვედრა წარსულთან გადაიღო სიკოდოლიძემ შესანიშნავი ფილმი და ეს ნამდვილ ამბავს ეფუძნება და იქ არის ერთი ისტორია სადაც ეს ახალგაზრდა ქალს გააუპატიურებენ ძალიან მძიმე დღეში აგდებს ის ადამიანი მე ეს კაცი ცუდად გახდება და მივა საავადმყოფოში და ამ ქალის ხელში აღმოჩნდება და ეს ქალი ყველაფერს გააკეთებს ეს ფილმი გახსოვთ შეხვედრა წარსულთან ყველაფერს გააკეთებს რომ გადაარჩინოს ანუ ის ადამიანი ვინც გააუპატიურა ვინც სიცოცხლე დაუმახინჯა მე მაინტერესებს ვინ მოგცა თქვენ უფლება აი ამ სფეროს ადამიანებს რომ ყოფშეყრილი შეხვდეთ იმ ადამიანს თქვენთან რო შემოვა საავადმყოფოში და რო დაღრიჯული იყო და არასწორი სამედიცინო მომსახურება ვინ მოგცა თქვენ ვის მიეცით ფიცი ჰიპოკრატეს თუ სააკაშვილს თქვენ ჰიპოკრატესთან დადეთ ეს ფიცები თუ სააკაშვილთან დადეთ ეს ფიცები ან რა უბედურება ამ მიშას პლაკატები რო გაქვთ გაკრული ან ის კაცი რომელმაც სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობდა ჩართული იყო და დავინახეთ რეზიდენციაში შეიჭრა ეხლა ამ ღობეს რო აბრალებ ვინმე უთხრა შედი იქაო და მე აი უკვე არაერთი ზარი მესმის შემომდის იმის თაობაზე რომ საქართველოში თუ გინდა რომ ადამიანმა ფეხები გაფშიკო უნდა მიხვიდეს სამედიცინო დაწესებულებაში ოღონდ იმ ადამიანმა რომელიც ცნობადი ხარ რაღაცა შენი პოზიციებით ნაცების მიმართ შეიძლება ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდე იმიტომ რომ ნაცების თარი დაკომპლექტებული მთელი ეს პერსონალი სამედიცინო მე ყველაზე არ ვიძახე მაგრამ დიდი ნაწილი და ამაში ვერ გავიგე ამ ჯანდაცვის მინისტრმა ცოტა ბოდიშ და გაიხედ გამოიხედოს რა ხდება
მე გეუბნებით რომ თითეული ადამიანის სიცოცხლე არის დღეს საფრთხეში ის იმ ადამიანის თუ ის არ არის ნაცი თუ გაიგო ექიმმა და თუ გაიგო იმან რა ქვია პერსონალმა ჩვენ ხო დავინახეთ რა ხალხთან გვაქვს საქმე აგერ კაცი ჩაიდინა დანაშაული და ყველამ სოლიდარობა გამოუცხადა ესე იგი გაუგებარია ეს ყველაფერი რა რასთან გვაქვს ხალხო საქმე და ვისთან გვაქვს საქმე ჩვენ ვერ ხედავთ რა დღე ესე იგი ადამიანს უნდა გეშინოდეს ექიმთან მისვლა რესტორანში შესვლა ქუჩაში გასვლა ესე იგი ეს არის ტერორი ნამდვილი და ამას ჩვენ უყურებთ აი ესე ყველაფერს ესე იმითი რა ქვია ეს არის თურმე გასაოცარი დემოკრატიის მე რამდენი წლის თავი არ ვიცი ეს თურმე ყოფილა ის გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამ ყველაფერს რა ამ ხელა ზიზღი რომელიც ქვეყანაში არის არ ვიცი არსად არ ყოფილა ამდენი ზიზღი ეს ექიმები ამ მიმეებს რო იძლევით რა ქვია სოლიდარობა სად იყავით თქვენი კოლეგა ავთანდილ ჯორბენაძეს თავზე რო გადაამტრია ჯოხი იმ სპეცნაზელმა 7 ნოემბერს სად იყავ ვინმე მომოიღო ხმა თქვენგან ან უამრავი ადამიანი რო პასუხისგებაში მიეცა სად არის ვინ ჩაგრავს ექიმს ან ვინ იმაჩვევა რომ თითქოს ეხლა იმ ადამიანისთვის პასუხისგებაში მიცემა ყოფილა ექიმების წინააღმდეგ რაღაცა გალაშქრება დღეს თითეული ადამიანი რომელიც არის არანაცი დაუცველი არის დღეს საქართველოში არის აპარტეიდი თითქოს ხო უმრავლესობა არის სხვა ტიპის ადამიანები მაგრამ აი ამ ადამიანებს რომლებიც დღეს ეგრეთ წოდებული ნაცსექტას ეკუთვნიან აი ამ ვარდების რევოლუციისა და 9 წლის შემდგომ აი ამ ადამიანებმა ხელში ჩაიდებს სამედიცინო ეს გარკვეული დაწესებულებები საგანმანათლებლო დაწესებულებები ტელევიზიები პარტიები, საექსპერტო წრეები. ეხლა ამას რო ვლაპარაკობ, ხო ვიღაცა აბა ყველა ნაცია არ არის, მაგრამ ის სადავეები, ბერკეტები ამათ აქვთ ხელში, გესმით? და ამიტომაც მე როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და საუბარზე დონეზე რჩება ეს ყველაფერი. ქართველი ხალხი აკაკუნებს ამ Facebook-ში და ეს ხალხი ზიან ტელესტუდიებში პირველ არხზე. ეხლა იმ დღეს ბელა ზაქაიძეზე ჯინი კი არ ამჭირს, მაგრამ კაცო შედალოცვილო მზია ამაღლობელზე რო ლაპარაკობ, რომ ეს ხალი სოლიდარობა უნდა გამოუცხადოთო. იმ ჟურნალისტს რატო არ გამოუცხადეს სოლიდარობა, რომ ცვიპირი რო დაუმტრიეს ზაზა დავითაიას, ასავალ-დასავალი ჟურნალისტს. იმ ჟურნალისტს რატო არ გამოუცხადე სოლიდარობა პოსტივი ჟურნალისტს აინტერესებს ან იმედის ჟურნალისტს არა იცით რატო გამოუცხადა იმ იმას სოლიდარობა იმ მზია ამაღლობელს იმიტომ რომ ტრენდია ეს უკვე არის ეს მოდაში და თან ეხლა რო შეიცვალოს თავრობა შენ უკვე ნათქვამი გაქვს რომ მზია ამაღლობელს დაუჭირე მხარი აი ესეთი საგიჟეთში როდემდე უნდა ვიყოთ მე არ ვიცი აი ცით ეს არის პროვინციალიზმი ეს არის აი სქაჯობა და ეს არის არ ვიცი აი ერის დაკნინება მე უკვე აი ასეთ ქვეყანაში ცხოვრებაც უკვე აუტანელი ხდება იმიტომ რომ როდესაც მაგალითად სექსუალური უმცირესობის წარმომადგენს ვინმე რო აუგაც მოეკიდოს და რაღაცა ისე მოიხსენიო შეიძლება პასუხისგებაში მიცემა კიდე ციმბირის გზას გაუყენებენ და ჩვენ ხედავთ აქ რა ხდება რა სიტუაციაც გვაქვს ჩვენ საქმე რა სიტუაციაც გვაქვს საქმე და კატასტროფული სიტუაცია ყველა მიმართულებით ადამიანი ნორმალური ადამიანი არის დაუცველი ამ ქვეყანაში და რაღაცა თუ ჩვენ რაღაცა ნაბიჯები არ გადავდგით თუ ჩვენ არ მოვახდინეთ მობილიზება ჩვენი ძალებისა იმისკენ რომ რაღაცა გარკვეული მიმართულებით შეიცვალოს სიტუაცია ხვალ და ზეგ ეს იქნება გვიან იქნება უნდა გამოვასწოროთ ეს სიტუაცია მეგობრებო თორე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ კატასტროფულ შედეგებამდე მივალთ და ქვეყანა დაღუპვისკენ მიექანება უკვე ასე თუ გაგრძელდა იმიტომ რომ იმდენად დიდი ზიზღი არის რომ აი ადამიანები გასვენებაში რომ მიდიან ერთმანეთს არ ელაპარაკებიან თუ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გააჩნიათ აი სუფრაზე თუ მოხდა სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები შეიძლება იქ ჩხუბი მოხდეს გაკ ეს შეხედულება შეიძლება ამის გამო ადამიანები ესე მოიქცე ეს აი ნაცსექტას უფრო ჩვევია ეს ყველაფერი მე სიმართლე რო გითხრა ეხლა აი სამწუხაროდ არის ადამიანები რომლებსაც ვიცნობ და მიხდება ურთიერთობა არ მაქვს ეხლა სუფრის დროს და იმის დროს რაღაცა რეაქცია რომ მივცე ამ ყველაფერს და იქ სუფრაზე და ან რაღაცა სხვაგან ამაზე გავამახვილო ყურადღება ესენი არიან ის ხალხი კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამათ რომ მისცემ ძალაუფლება ადგილზე დახვრიტავენ ხალხს აი სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელი ეხლა გვარსახელი არ მინდა რა დავასახელო რომ იმას იყადრებს რომ არ მოგემსახურებად იმის გამო რომ შენ რაღაცა
სხვა იმის წარმომადგენელი ხარ პოლიტიკური შეხედულების, ის ადამიანი ციხეში უნდა გაუშვა, მეგობრებო, აბა რა უნდა ვქნათ, ხვალ რო არ გააკეთოს ხმამ იგივე რა. ვერ გავიგე ამდენმა როგორ მიეცით ფიცი სააკაშვილს იმ ჰიპოკრატის მაგივრად რა. კატასტროფული სიტუაციაა და აი ვიღაცას თუ გონია მარტო ამ რაღაცების გადაგორებით, გადმოგორებით რაღაცა შეიძლება ძალიან ცდებით, აქ უფრო ღრმად უნდა მივხედოთ ჩვენ ამ სიტუაციას და შევცვალოთ დამოკიდებულება, თორე მე ძალიან სკეპტიკურად უყურებ. ეს ახალგაზრდობა არის ჩვენი მომავალი. ხო უნდა ველაპარაკოთ იმ ახალგაზრდებსაც, ექიმებსაც, ხელოვნებსაც, რაღაცა ხიჩატეხილობა რო არის, ხო ხედავთ. ტელევიზორიდან კი არ უნდა ველაპარაკებოდეთ ჩვენ. უნდა ველაპარაკებოდეთ ამ ადამიანებს და ის ფაშისტური მედია საშუალებებიც უნდა გამოირთოს ერთხელ და სამუდამ. რამდენჯერ უნდა ვილაპარაკოთ, რომ განათლების სისტემაში უნდა მოვიდეს ის ხალხი, რომლებსაც ეკუთვნით იყოფნა. ჯაბა სამუშია, რომელიც იქ არის და უკრაინის დროშა აქვს გამოკრული მეორე კორპუსთან. მაინტერესებს შეიძლება ეს კაცი ჩააბარო ამ კაც ყველაფერი. კაცი რომ იძახის, რომ რუსეთზე ცუდი საქართველოსთვის არავის არ გაუკეთე. ესეთი ისტორიკოსი შეიძლება ყავდეს ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტს, კაცო. რომ კაცი იმას იძახის, საქართველოსთვის რუსეთზე მეტი ცუდი არავის არ გაუკეთებიაო. მაინტერესებს ერთი სხვა თურქებმა რა არის, ვერ გავიგე. რა გაგვიკეთეს, აბა უფრო კარგი გაგვიკეთეს და იმ უნივერსიტეტში რო ხარ რექტორი აი რუსების დამსახურებაა კიდე რა. და აი არ ვიცი მეგობრებო, აი ესეთი დაწესებულებებში ხა ეს ხო ილიაუნი არ არის, ეს ხო ის არ არის კიდე სხვა რაღაც ტიპის დაწესებულება, ეს ხო ეს დაწესებულებაა. ან კიდე მაინტერესებს რომელიც მინისტრი, რომელიც ქართულად ვერ მეტყველებს და იმით იწონებს თავს, რომ ინგლისურად უნდა ილაპარაკოს რა. თქვენ ხო არ გონიათ რაღაცეები დამავიწყდა და რაღაცებს კიდე დიდხანს რო გაჩერებული ვარ, რაღაცეების გამო თავს ვიკავებ, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანს ზმრათა მოგადენინებთ თქვენს უკეთურებებს და თქვენს რაღაცა ჩათალახურ ქცევებს, რომლებზეც თქვენ გააკეთეთ. მე ყველაფერი ვიცი და რაღაცეების გამო იმიტომ ვიკავებ თავს, რომ რეალურად შებოჭილობის ის რაღაცა მაქვს ეხლა რაღაცეების გამო არ თქვენს კი ხვდებით რაზე არის საუბარი. და ამიტომ რაღაც უნდა გადავდგათ ნაბიჯები ამ მიმართულებით. ეხლა აი ამ კვირაში ძალიან ისეთი საინტერესო და კარგი რაც მოხდა, ერთ-ერთი იყო ის, რომ რუსეთში მამა გაბრიელის სახელობის ეკლესია გაიხსნა ტუბლაში, რუსეთის ფედერაციაში, რამაც აი ცოტა არ იყოს გული გამithpo მე და აი მე რო ლაპარაკობთ აი ბატონო ესე იგი რექტორო უნივერსიტეტისა ჯავახიშვილის უნივერსიტეტის რექტორს მინდა მივმართო. აი არ ვიცი თურქეთში ქართულ ეკლესია მონასტრებს შეხედეთ საღორეებად და საძროხეებად რო არის ქცეული და აგერ შეხედეთ რუსეთში როგორი დღეში არის ქართული ეკლესიები რომლებიც იხსნება. С этим очень важным и действительно поистину великим событием, великим освящением святаго храма сего, храма, который посвящен имени преподобного Гавриила, фактически нашего современника, святого, который совершал свой подвиг в годы богоборческого гонения на Святую Церковь, и через которого Господь вновь и вновь являет нам, что никакие обстоятельства, никакие условия жизни и даже самые страшные условия современности Святой может быть и нашим современником, не только отцом древних времен, но и нашим современником, несущим избирающим благодать Божию для того, чтобы всецело посвящать себя на служение.
ერთი რამ არის კიდე საინტერესო, რომ ჩვენ გარდა იმისა, რომ საქართველოში ეს გარკვეული პრობლემები გვაქვს იმ მიმართულებით, რომ ადამიანებს ავიწყდებათ რაღაცეები, არის ასევე ერთი ის, რომ უნდა დავეჩვიოთ, რომ როცა საჭიროა, მაშინ ვილაპარაკოთ, როცა საჭიროა, მაშინ გამოთქვათ პოზიციები და არა მაშინ, როდესაც ყველაფერი გადაწყდება. გაშლის უფრაზე ყველა მაგარი ხართ. როცა საჭიროება მოითხოვს, მაშინ უნდა ამოიღოს ხმა ერმა. განსაკუთრებით მათ, ვინც ეს ეკუთვნის, პროფესორ მასწავლებლებმა, ხელოვნების დარგის სპეციალისტებმა და იმ ადამიანებმა, რომლებსაც უსმენს ერი. ამ კვირაში არ იყო საინტერესო მოვლენები ბევრი და ერთ-ერთი იყო ასევე მე რამაც ძალიან გამიხარა გული ბელორუსის ელჩის სტუმრობა, გაცნობიტი სტუმრობა პრემიერ-მინისტრთან. ბელორუსიას ახალი ელჩი ყავთ, წმუნებათა სიგელი გადაეცა უკვე პრეზიდენტს მისგან და ის ასრულებს მოვალეობას და ძალიან გულთბილ ვითარებაში ჩაიარა შეხვედრამ პრემიერ-მინისტრისა და ბელორუსიის ელჩისა. ირაკლი კობახიძე შეხვდა ბელარუსის ელჩს გაცნობიტი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, ასევე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო, ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების დადებით დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე. ელჩმა პრემიერ-მინისტრს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარებასთან დაკავშირებით ბელარუსის პრეზიდენტის მისალოცი წერილი გადასცა. პრემიერ-მინისტრმა კი ელჩს ბელარუსის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ ჩვენო ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის ადგენით და ახლო ურთიერთობების დამოყალიბებით საქართველოს სხვა ეტაპზე გადადის. ჩვენ გვახსოვს, რომ წინამორბედი პრეზიდენტმა არაფრით არ აღირსა ჩემი მეგობარი იყო ანატოლი ლისი, რომელსაც არ გადასცა წმუნებათა სიგელი, ის ადამიანი აქაც სტუდიაში ყავდა რამდენჯერმე და ვერ ასრულებდა სრულფასოვნად ელჩის მოვალეობას. ეხლა კი ეს ყველაფერი გამოსწორდა, მანამდე შეხვედრები შედგა ჩვენ კარგად ვიცით შინაგან საქმეთა მინისტრების დონეზე, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. და ეს ყველაფერი კარგია, იმიტომ რომ ბელორუსი არის ქვეყანა და ბელორუსის პრეზიდენტი არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს დიდი მეგობარია. მე მახსოვს, რომ ლუკაშენკო რო იყო ჩამოსული საქართველოში, აი თქვა, რომ მილიონი სამუშაო ადგილი შექმნა შემიძლიაო. და როდესაც იმ ფონზე ჩვენ ევროპელი მეგობრები იმას გვიკიჟინებენ, რომ თითქოს ესე იგი ჩვენთან მხოლოდ და მხოლოდ LGBT დროშა მიფრიალოს და ჩვენ მათ ბრძანებებს დავემორჩილოთ, ასეთ რაღაცას ჩვენ არც რუსეთი, არც ბელორუსი, ას პოჩაპჭოური სივრცე არ გვთავაზობთ. აი ძალიან მე სიამოვნა, რომ აი დუშანბეში შედგა შეხვედრა და ნახეთ აი როგორი ადამიანური გარემო იყო. იქ არაც არავინ არაფერს არ უბრძანებდა, არც არავის მიმართ რაღაცა ბრძანებლური ტონი არ იყო და ყველა პრეზიდენტები, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხელმძღვანელები საუბრობდნენ მეგობრულ გარემოში და ჩვენც უნდა ვიყოთ ამ პლატფორმაზე და ეხლა აი ეს შეხვედრები, აი ბელორუსიის ელჩისა და მაგალითად პრემიერ-მინისტრს მე მაძლევს იმედს, რომ ჩვენი პირველი პირებიც მალე მოხვდებიან იმ ორბიტაზე, რომელსაც ქვია ეს DST-ის სივრცე, ასევე ის ფორუმები, რომლებშიც მონაწილეობენ ასევე BRICS-ის ქვეყნები, ასევე ის ქვეყნები, რომლებიც არ არიან კოლექტიურ დასავლეთთან დაკავშირებული. სხვათა შორის აი ბელორუსიაზე, როდესაც მიდგა საუბარი, იყო ჩამოსული საქართველოში აი ამ არჩევნების გასაშუქებლად ბელორუსიული
ტელევიზიის ცენტრალური არხის პირველი ინფორმაციონის გადამღები ჯგუფი, ძალიან შესანიშნავი ქალბატონის, წამყვანი ჟურნალისტის, ეს არის ნამდვილად ვარსკვლავი ბელორუსიული მედიის, ვიქტორია სინკევიჩი, რომელთანაც საუბრის საშუალება მეც მომეცა, მან ჩემთან აიღო ინტერვიუ და მე როგორც ყველა თითეული ქართველი ვცდილობ, რომ რაღაც ჩემი წვლილი შევიტანო ბელორუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენაში, იმიტომ რომ მე როდესაც ვიყავი მაგალითად 9 მაისს მიმიწვია საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელორუსიისა, ძალიან ისეთი დადებითად მოიხსენია იქაურობა, როგორი სიტუაციაც იყო და აი მახსოვს რომ აი ეს დაიბეჭდა სპუტნიკში რუსულ საინფორმაციო სააგენტოში და მადლობა მითხრა საელჩომაც, საგარეო საქმეთა სამინისტროდანაც მე დიდი ესეთი დადებითი იმპულსები მივიღე და აი ეხლაც აი ამ ინტერვიუში რომელიც მე მივეცი სინკევიჩს, ვიქტორია სინკევიჩს აქ შემოგთავაზებს, მე დავანახე ბელორუსიულ საზოგადოებას, მაყურებელს, რომ ჩვენ როგორ გვიყვარს და როგორ ვაფასებთ ბელორუს ხალხს. Николас, сегодня в Грузии и солнце, и ветрено, и я также воспринимаю ситуацию в стране. Вот вы меня поправьте, да? Как вообще общество грузинское? У нас такое ощущение, вот наблюдая со стороны, что единства нет в стране. Вот почему так? Дело в том, что за 30 год Запад внудрил в грузинское общество, особо молодежь, такую инъекцию, что они создали такую ситуацию, что у нас перед выбором каждый раз есть какие-то попытки государственного переворота. Оппозиция делает все, чтобы вот когда выборы начинаются, они анонсируют, что мы сейчас начинаем делать бархатную революцию, как это в 2003 году был. Они анонсируют новый Майдан, но не получается, потому что не поддерживает наш народ. Очищается ситуация, очищаются эти ренегаты и агентура Запада. Много раз премьер-министр говорил Грузии, что мы никогда не позволим этим людям, что они повторяли, что у нас было в 2003 году, в 90-х годах. Что было у вас? Потому что я очень восхищаюсь вашим президентом Александром Григорьевичем, потому что у вас тоже были попытки переворота. Я знаю, вот эта картинка не идет с моих глаз, когда он взял оружие, поднялся с вертолета, у него рядом был сын, и не дал этим подонкам, что они пришли к власти. Вот сейчас наше государство, руководители нашей страны идут по стопам Александра Григорьевича. Как Александр Григорьевич не допустил, что эти нелюди, враги народа пришли к власти, сейчас наше государство и люди, которые у руля власти, не допустят, что здесь был хаос, здесь был переворот, создался новый Майдан. И открылся второй фронт против России. А ведь Грузию провоцировали на открытие второго фронта. Конечно. Вот да? Бывший премьер-министр Иракли Гарибашвили лично сказал в интервью, что бывший посол Келли Дегнан, бывший посол Америки, говорил, что вы должны войти в Абхазию и в Осетию. Вот началась война в Украине, сейчас тот момент, что вы должны нападать на Цхинвал, на Сухум, мы поддерживаем вас и начните войну. А когда он спросил, если на нас пойдут российские танки, будут бомбежка Тбилиси, а он сказал, ну если бомбежка будут, мы восстановим Тбилиси и поможем вас. Вот такие... Я слышала, знаете, еще что говорили, что ну на 3 дня вас грузин хватит, да? Да, вот да. Такие были еще разговоры. Как разменная монета страна, но понимаете? Сейчас вот народ поднялся, народ узнал правду. Может, какие-то есть критические высказывания у нас против власти, да, есть какое-то недовольство, но это не обозначает, что мы загубили наш народ, загубили нашу страну, и никогда
Грузия не допустить того, что случилось в Украине. У меня передача «Итоги» с Николаем Жаманадзе. Каждый день выхожу в эфире. Да, мы же с вами коллеги. Да, конечно. И единственный канал, который вещает на русском языке еще у нас в Грузии. Нас вообще-то называют пророссийским каналом, потому что мы фактически в каждой передаче говорим, что надо налаживать отношения с Россией. И вот часто я говорю, что это и мнение грузинского народа. Мы должны идти по пути Беларуси. Белоруссия сейчас потому процветает. И в Беларуси экономика потому и в высоком уровне, что они в очень хороших отношениях с Россией. Вот если бы сейчас Бидзина Иванишвили создал 1000 фабриков, они завтра же закроются, если не будет отношений с Россией. И сейчас вот пришли вот это такой вывод у нас уже и в обществе, и в государстве, что мы должны иметь отношения торговли, экономические, социальные, и все отношения надо иметь с Россией. Вы знаете, И Александр Григорьевич фактически очень популярная фигура и в Грузии, потому что человек, который не дал растерзанию свою народ. Все фактически республики бывшего Советского Союза огромный ущерб приняли от этих революций. Единственная страна, которая не разрушила свою экономику, не разрушила свою страну, это Беларусь. Я хочу белорусскому народу сказать, что надо каждый день в церкви поставить свечи на Александра Григорьевича, то, что у вас такой президент. Это я говорю от сердца, потому что я каждый день в своих передачах говорю, что вот белой завистью смотрю на вашу страну, что у вас такой суперпрезидент. Это президент мирового значения, потому что вот те люди, которые критиковали Беларусь, это американцы, были у президента и говорили, что мы снимем те санкции, которые были на Белавию, на страну. Это обозначает, что они поняли, что с Беларусью шутить это не так уж приятно. Вот это потому я сейчас говорю, что народ требует, вот общество требует, что Грузия должна идти по пути Беларуси. Что сделал Лукашенко, то и мы должны сделать, потому что все предприятия, которые работали у нас в Грузии, и вот сейчас мы находимся в родине Сталина, в Горе. В Горе было 50-60 фабрик. Все это предприятия работали на Россию, выпускали продукцию, эта продукция потом уходила в Россию. Вот сейчас, если мы не восстановим это отношение, не пойдем на пути Беларуси, тогда вот нету будущего у нас, потому что вот как в Грузии, так и в Прибалтике, так и в бывших советских странах, которые не имеют отношения с Россией, их экономика рухнула. И кто идет против России, она вообще-то оканчивается очень плачевно. Украина пошел против России, и что творится в Украине, вы знаете. Мы пошли против России в 2008 году и раньше, в 90-х годах, и мы потеряли территорию. Это был урок для нас. И сейчас другое общество, другой народ. И мы хотим, как я сказал, идти по пути Беларуси. Я вот в каждой передаче говорю, что мы должны делать политику и внутреннюю, и внешнюю, как делает Беларусь. Потому что вот Александр Лукашенко, который вот до этих перипетий, которые были в Беларуси, раньше много критиковали его, что вот он как будто очень в плохих отношениях с европейскими лидерами. Ну, все узнали, кто европейцы, как их политика. Вот как можно, что, например, послы европейских стран выходили на митинг и прямую поддерживали те оппозицию, которые говорят, что надо сделать государственный переворот. Это вмешательство в дела суверенного государства, прямое вмешательство. Это посол Германии, посол Польши, послы прибалтийских стран. Они все делают, что здесь у нас было всегда были беспорядки. А мы это не допустим.
Мы не допустим, и раньше, если в Грузии говорили, что наши стратегические партнеры Америка, наши друзья европейцы, сейчас общество, 70% грузинов уже знают, кто у нас стратегический партнер и кто наш друг. Ну и многое сделано в Грузии по линии политики. Я знаю, что принимались законы об ограничении иностранного влияния, иностранного финансирования в стране, да? То есть тоже смотрите на то, кто влияет и на вашу молодежь, и на ваше общество. Конечно, и вот они не получают уже те миллиарды, которые получали раньше, потому что вот обычные неправительственные организации получают 10 миллионов долларов каждый год. Получают они средства, которые нету ни одного партии. У них телевидение, вот это Запад, например, агентура Запада получает очень огромные деньги и на телевидениях, и в экспертных кругах, и в партиях. И когда вот мы приняли закон на иноагента, уже у них проблемы создалось, и начали там митинговать, начали... Ну, конечно, это же отчитываться надо, откуда деньги. Да, конечно. Но дело в том, что грузинский народ доказал, что он мудрый народ, потому что Америка и Запад заплатили вот, миллиарды долларов, но не добились своего. Мы не разрушили нашу страну. И думаю, что вот пойдет несколько времени, и уже наш премьер вылетит в Москву, начнется прямой диалог с Москвой. И вот я вот, например, в своих передачах говорю, то союзное государство, что есть с Белоруссией и с Россией, надо присоединиться и к Грузии. Что Грузия тоже была в этом союзном государстве. Я знаю, что была такая, мысль была. Да, у нас очень многие уже об этом говорят. Мы не хотим быть рабами Америки и Европы. И это доказали своими выборами. Каждые выборы они хотели привести к власти национала. Ведь вот нынешние выборы они хотели, но не добились. Ну и в завершение хочу спросить, вы бывали в Беларуси, были у нас на 9 мая, насколько я помню, да? Вот как вам Минск, как вам наша страна, что скажете об уровне жизни? Вообще-то я же говорю, я какой любовью говорю каждый в своем эфире, это невозможно сказать. И вот я хочу сказать обычным белорусам, вот когда у тебя все есть, ты недооцениваешь это. Вот многие думают, что вот когда в стране есть работа, стабильность, есть все, что страна процветала, думают, что это обычный случай. Привыкли к этому, да? У нас тоже все было, у нас тоже была работа у каждого семьи, у нас тоже были заводы, фабрики. Но мы пошли мы пошли пути, которые все это разрушило. И потому я говорю, что у вас есть у вас есть президент, которого надо беречь. Ეხა ეს ინტერვიუ, რომელიც გავიდა ბელორუსიულ საინფორმაციო სივრცეში, არის ასევე რაღაც გარკვეული პატარა ნაბიჯი იმისათვის, რომ დაინახოს ბელორუსებმა ის, რომ საქართველოში არის ტელევიზიები, არიან ადამიანები, რომლებიც აფასებენ. იმიტომ რომ ეხლა ეს ვიქტორია სინკევიჩი, როდესაც აშუქებდა მაგალითად აქ მიმდინარე პროცესებს, რუსთაველზე რო იყო აი ზოგიერთმა ავანტყოფმა, აი ამ შესანიშნავ ქალბატონს, რომელსაც აი მართლაც ისეთი ლამაზი ქალბატონია, ნახე, აი პროვოკაცია მოუწვა. Мы находимся недалеко от президентского дворца. Наверняка вы видели эту картинку, как возле президентского дворца. Пожалуйста, уйдите. This, could you live? We are not from Russia. You are from? We are from Belarus. It's another country. No. Давай пока прекратим. Наверное, вы можете где-то на другом месте уйти? Конечно. Да, пожалуйста. Буквально 5. Это же свободная страна. Нет Вы знаете, что здесь... Я знаю, но нет запретов. Вот что? Но нет запретов. Вы свободны? Что происходит сейчас здесь? აი ხა ეს არის ამათი სახე. ქალბატონებსაც კი აი ესე ექცევიან. აი რაც არ უნდა, ვინც არ უნდა იყოს, ეხლა ქალია ხო? ეხლა ავტომატით ხო არ დგას იმ რუსთაველზე. შედალოცული რას მივარდები და რას იქ უზრდელობ მართლა, მაგრამ ამათ კიდე ერთხელ ვიმეორებ, ესენი ხო უსქესო, გაუკუღმართებული ტიპის ადამიანები არიან. ამათ არც ქალი უნდათ, არც სამშობლო უნდათ, არც არაფერი არ უნდათ ამათ. და ამიტომაც არიან ასეთი აგრესიულები. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ
ვისთან და სად და როგორ უნდა გქონდეს ურთიერთობა და ერთი რამეა რომ მე მინდა ყველას უთხრა რომ ჩვენ თუ გარკვეულწილად აი ამ მიმართულებით არ ვიმუშავებთ ძალიან დიდი პრობლემები გვექნება მე ბელორუსი მიყვარს იმიტომაც რომ ბელორუსმა იცის დაფასება ადამიანის ეხლა მე რა ვიცი ხა კი საუბრობ ბელორუსზე მაგრამ 10-ჯერ მეტად რუსეთზე ვსაუბრობ და ბელორუსმა მე უდიდესი თქო მომცა იმითი რომ კარგად მოგეხსენებათ რამდენიმე ხნის წინ დამაჯილდოვეს მედლით და ეს ჩემთვის ძალიან ისეთი კარგი ჟესტი იყო იმიტომ რომ ამ ყველა ქვეყანა ასე წარმატებული ქვეყანა რომ შენ ასე პატივს დაგდებს და გაჯილდოვებს Это наши города это белая земля это мой народ любимый это Беларусь моя это наши города это белая земля это мой народ любимый это Беларусь моя мама Беларусь мама мама Беларусь это мой народ любимый это Беларусь моя мама Беларусь мама мама Беларусь это мой народ любимый это Беларусь моя это наши города это белая земля это мой народ любимый это Беларусь моя это наши города это белая земля это мой народ любимый это Беларусь моя мама Беларусь мама мама Беларусь это мой народ любимый это Беларусь моя ეს ქვეყანა აკვირდება ყველას და ვინც კი რაღაცა ამ ქვეყნის მიმართ დადებიც გააკეთებს ის შეუმჩნეველი არ დარჩება და იცით ერთი მხრივ მესიამოვნა მეორე მხრივ გული მეტკინა იმიტომ რომ არ ვიცი ხა იცით რა არის მეგობრებო 2007 წლიდან სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძვი 2012 წლამდე აქტიურად არც მედალი მინდა მე ამ ხელისუფლების და არც რაღაცა ჩინმედლები და თანამდებობებს არ ვითხოვ მაგრამ ბიჭო მადლობას ვინ იძახის იქით პრობლემების შექმნაზე რო არის საუბარი აი ეს არის ყველაზე რთული უცხო ქვეყანა როდესაც შენ პატივს აქცევ შენმა ქვეყანამ მაინც რაღაცა დაფასებას თუ არა ხელი მაინც ხო არ უნდა შეგიშალოს არა აი ეს არის გულსატკენი რა ვიცი იმ დღეს ეხა ეს ნაციონალებს ვერ იცილებ ჩახუტებული ყავთ მერე ბოდიში რო გახტება და რო გიღალატებთ მერე იწყებთ ამათ გინებას ჩვენ ეხლა ვიძახით და ვამბობთ კიდევაც ამათ ვინ არის როგორ არის რანაირად და მერე ვიღაცები ამაზე ბრაზდებიან რომ რატო იმიტომ რომ ხედავი მე ჩუგოშვილი რო მოიყვანეს ამათმა და რო დანიშნეს მე ვთქვი რომ ჩუგოშვილი ცუდია ზურა იგივეს ვიძახდი უამრავ ადამიანზე რესპუბლიკელებზე ლიბერალებზე და ამის გამო ბევრი მე გარკვეულწილად დამიპირისპირდა იცით რა არის მლიქონელი ადამიანებს უფრო ასპარეზი აქვს ჩვენს ქვეყანაში ვიდრე პატიოსან, შრომელ და პირში მთქმელ ადამიანებს. ბიჭო, კაცი რომელიც შენ გიმტრობს და გებძვის, ხო უნდა თქვა ეს ყველაფერი უთხრა შენ მოკეთეს და შენ იმას მეგობარს, ხო? როდესაც ამოგაყირავებს და დაგაგდებს, მერე ხო გვიანი იქნება. და დღეს ჩვენ ხედავთ რომ ის ადამიანები არიან უფრო აღზევებულები ვინც აი პირში გიცინიან, ყოველთვის კარგს ამბობენ და არასდროს არ იტყვიან იმას, რომ რა პრობლემებია და რა არის ცუდად. და ეს მისია ჩვენ რო გვაკისრია, ამიტომ შერისხულები ვართ სამწუხაროდ და იცით რა არის, ადამიანი საერთოდ იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, ვინმე დაინახავს მის სამქმედებას. თავი ღმერთი ხო ხედავს. და მეც აი თქვენ ჩემო საყვარელო ქართველებო აი თქვენ სიყვარულს რო არ გძნობდე მე აქ ამ სტუდიაში არ ვიჯდებოდი იმიტომ რომ მე ამ ხელისუფლებისგან სიმწარის მეტი არაფერი არ მახსოვს და არავითარი დადებითი არ მახსოვს ჩემის მისამართით პირადად და ჩვენი ტელევიზიის და კიდე უამრავი ადამიანის ვინც ტელევიზიასთან არის დაკავშირებული რა ხო და მე აი ქუჩაში რო გავდივარ და თქვენ რო სითბოს გზნობ უამრავ შეტყობინებას რო ვიღებ აი ეს მაძლიერებს და მაბედნიერებს და ეს მაძლევს სტიმულს რომ ვიმუშაო ენთუზიაზმით მე აქ არაფერი შემოსავალი არ მაქვს ვიმუშაობ ენთუზიაზმით იმიტომ რომ მე ვიცი რომ ერთადერთი ტელევიზია ვარ ჩვენ რუსულ-ქართულ თემატიკაზე რომ ვმუშაობთ ერთადერთი ტელევიზია ვარ რომელსაც აი ამ ხელა აუდიტორია გვიყურებს აი გუშინ გადაცემას 1800 კაცი უყურებდა პირდაპირ ეთერში ეს ხო რაღაცას ნიშნავს ამ ხელა აუდიტორია და ყოველთვის ამ ხელა აუდიტორია გვიყურებს ჩვენ
და ნაკლები არ გვიყურებს და ეს მაბედნიერებს მე და ეს მაძლევს მე აი იმის იმპულსს რომ კიდე მეტი გავაკეთო თქვენთვის, იმიტომ რომ მე თქვენ ძალიან მიყვარხარ, თითეული თქვენთაგანი მიყვარს. აი თქვენი ღიმილი, როდესაც აი ხედავ მე ზოგს არ რაღაცა ცხენია მოსვლა ჩემთან, მე ვხედავ ეხა ისეთებსაც კი ვხედავ, რომლებსაც დიდათ არ ვეპიტვე, მაგრამ ისინიც მიყვარან, იმიტომ რომ ისინიც ქართველები არიან, მაგრამ თქვენი სიყვარულს, თქვენ პატივისცემას მე ვერასდროს ვერ გადავიხდი, იმიტომ რომ მე აი თქვენი ერთი სიტყვაც კი, რომელიც ჩემს მიმართ არის, აი ნასროლი სიტყვოთი, ის მე მაძლიერებს და 10 წლის სიცოცხლეს მიხანგრძლივებს. სიტყვა შეუძლია ადამიანს როგორც აი აღაზევოს და აი სიცოცხლის სტიმული მისცეს, ისევე დასცეს, რა თქმა უნდა, ერთმა შხამმა შეუძლია ადამიანი გაანადგუროს და მოსპოს. ამიტომაც არის ამდენი ტროლბოტები რო ყავთ ნაცებს და დარბიან და აი ესეთ ილანძღებიან, ითათხებიან და არ ვიცი, არნახული შტურმი აქვთ და ამაზე ფულს იღებენ, რა თქმა უნდა. ამიტომ მე ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის აი ამ წმინდა დღე არის დღეს და ამ ჩვენი ქვეყნისათვის ყველაფერი გავიღოთ. მინდა რომ შევეხო ერთ თემას, რომელზეც გავამახვილებ ყურადღებას. აი ხო არის სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში რეზო რაზმაძის, რომელთან დაკავშირებით ჩვენ არაერთი გადაცემა გავაკეთეთ და ფილმიც გადავიღეთ და მე მინდა რომ მიუმართო იმას, ვინც ხვალ უნდა გადაწყვიტოს აი ამ კაცის ბედი. ხვალ მე როდესაც უკვე თქვენთან ერთად ვილაპარაკებ ოთხშაბათს, უკვე ამ კაცის პროცესი დასრულებული იქნება და იცით რა არის? საქართველოში ქართველი კაცის დაჩაგვრა, ქართველი კაცის განადგურება არავის არ ეპატიება. როდესაც დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ აი ხა იმ გამოკითხვა რო იყო, რომ ჩვენ კაცებიო, ესეთები არიანო ქართველები, როდესაც დღეს პროვოცირება ხდება ქართველი კაცებისა მოძალადების წარმოჩენა, ეს კარგს არაფერს არ მოგვიტანს რა. ვინც ამაზე დაკვეთას აკეთებს, თავად მიუვა ოჯახში ეს ყველაფერი. ვინც ფულს იხდის იმაში, რომ ქართველი კაცები გაანადგუროს, არც კაცი გეყოლებათ ოჯახში და არც მამაკაცი და არც ქმარი გეყოლებათ. იმიტომ რომ თქვენ ისეთ ნაღმებს დებთ, ეს ძალიან დიდ შედეგს გამოიღებს საუბედუროდ ცუც ჩვენი ქვეყნისათვის. მე მინდა რომ ეხლა ხვალ იმდელი აი დღეს, რომელზეც ნათია ბარბაქაძე იქნება აი ამ საქმის გამხილველი მოსამართლე. ქალბატონო ნათია, თქვენ აი მინდა რომ ეს ფილმი ნახოთ, რომელიც ეძღვნება უდანაშაულოდ ბრალდებული აი ამ ადამიანის, ჭავდებული ადამიანის ბედს, კაცი რომელიც მთელი ცხოვრება პატიოსნობით იღწოდა, კაცი რომელმაც შექმნა თავისი ხელებით კომპანია და გაიარა ყველაზე რთული გზა ცხოვრებაში, ეს კომპანია დაუნგრიეს აი ამ ლიბერალურ ფაშისტური სექტის წარმომადგენლებმა. იმ დღეს სხვათაშორის სასამართლოში ეს კაცი ცუდად გახდა, სასწრაფოც გამოიძახეს, იმიტომ რომ 4-5 სტენდი უდგას გულში და მე მითხრა რომ მე აი თუ კიო რაღაცა მოხდებაო და სამართალი არ იზეიმებსო, მითხრა კიდევაც რომ მე ისეთ რაღაცას გავაკეთებ, მთელი საქართველო გაიგებს ამის შესახებ. არ ვიცი ახლა ამ კაცის რა გუნებაში რა უდევს, მაგრამ მე ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ აი ახლა ამ ფილმით ჩვენ რა თქმა უნდა მე ვარ ჩართული ამ საქმეში და ამ ფილმში არის ეხლა ნუ პროცესზეც დადასტურდა, ფილმით კი არ საუბრობ ჩვენ, რა თქმა უნდა პროცესებზე საუბრობ კიცებულებებით, მაგრამ ყველანაირად დადასტურებული ამ კაცის უდანაშაულობა. როდესაც საქალაქო სასამართლო არ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, არსებობს შანსი რომ გამოსწორდეს ეს ყველაფერი მეორე ინსტანციაში და მე იმედი მაქვს რომ სამართალი იზეიმებს. თორე აი თუ ქართველი, რა ვიცი, თუ კონსერვატიზმზე საუბრობ, თუ ოჯახზე, ოჯახურ ღირებულებებზე გვესაუბრებით, ხელისუფლებას მინდა მივმართო. კაცებს რატო ჩაგრავთ, ვერ გავიგე. წარმატებულ ქართველ კაცებს რატო ჩაგრავთ, ვერ გავიგე. ფიციმწამს ბოლო მაკვირვებს, ამბობთ, რომ ჩვენო შორს ვართ იმ რაღაცა იდეალებისაგან და 80% ციხეში ზის აი ამ ლიბერალური და ფაშისტური, ფემინისტური სექტის მიერ დაზარალებული ადამიანები. ეს კაცი რაღაც ციხეში არ ზის, რეზო რაზმაძე პირიქით, ნუ რაღაცა შეუმსუბუქდა იქ ბრალდება უფრო, მაგრამ სამართალმა უნდა იზეიმოს და ეხლა მე მინდა გადაცემის აი ბოლოს შემოგთავაზოთ ფილმი, რომელიც ეძღვნება ამ ლიბერალურ ფაშისტურ სექტას და ეს ახალგაზრდები რო გამოკითხვა რო იყო და რო კაცებს ის რო საკნინებენ, აი ეს ფილმი რო ნახონ, უფრო კარგი იქნება მათ.
ცნობილი იქნეს დამნაშავედ 126 მუხლის პირველი ნაწილით, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7000 ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ ლელა შკუბულიანმა განაჩენი გამოაცხადა. რეზო რაზმაძე შეუერთდა იმათი ათასობით მამაკაცს, რომელიც საქართველოში ზონდერ ფაშისტური ფემინისტური სექტის მსხვერპლი აღმოჩნდა. რეზო რაზმაძეს გამოძიებამ ბრალი წარუდგინა 2023 წლის 14 ივნის დილის საათებში თბილისში ნინუას ქუჩა ნომერის 3-ში მდებარე შეპესერე ზონის შენობაში რეზო რაზმაძემ თანამშრომელს შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე გვანცა ქველაძეს, რომელსაც ფიზიკური მდგომარეობისა და წარმოშობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ეპყრობოდა დისკრიმინაციულად. ურთიერთშე ლაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი დაარტყა ხელის არეში ერთხელ, ხოლო თავის არეში ორჯერ. რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ანუ ეხა მითხარი რის გამომეუბნებით ეგეთ რაღაცას? მილიონჯერ გითხარ, აგავსუნდოე. ანუ ეს არის სამშენებლო ანუ სამშენებლო კიდე ჩემი სამსახურის შედეგად რაც რჩება. მე არ ვარ ანუ მართლა გადაგიგებ და აი თუ ეს რასაც მეუბნები თუ მართლა ეს არ ვანახო, აი ნებისმიერ ადამიანს ვის მართლა შეუძლებს დაიცვა. მათხოვარი ვინც არის მაგასაც განახებ. აი მართლა ვინ არის მათხოვარი და არ ვიმსახურებ ეგეთ რაღაცებს. რას ვაკეთებ ეხლა აქ იყო ყველა ადამიანი დაინახეს რა მითხრეს. ამ ხელს შვილი სტოლი ვარ. მე დამაგებელი არ ვარ და ჩემ მოვალეობაში არ შედის რომ ეს ყველაფერი დავალაგო. ჩემგან აქ მუშაობ დილიდან 9 საათიდან მუშაობ 7-8 საათამდე. მე 8-დან დაღლილი, აქედან რომ დაღლილი გავუდგა, დაღლილი ვიქნები, მე შეპესერე ზონში საწარმოს დირექტორსა და იქ დასაქმებულ ქალბატონს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ქართულმა ტელევიზიებმა და საინფორმაციო საშუალებებმა უმალ აიტაცეს და უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევით რეზო რაზმაძე ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის გარეშე დამნაშავედ გამოაცხადეს. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. პირველების ინფორმაციით კი უწყების თანამშრომლობა უკვე გამოკითხეს ის მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ ძალადობაში მხილებული ახალგაზრდა ქალი პირველებს უმძიმესი ამბის დეტალებს უყვება. ის ამბობს, რომ შეპესე რიზონის დირექტორმა რეზო რაზმაძემ მას თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ამის შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალა. პირველი დარტყმა მივიღე, როცა მან ანუ ტელეფონი რომელიც ხელში მეჭირა, რომ ანუ ამ ხელში ჩამარტყა, შემდეგ ანუ მე წავბარბაცდი ტელეფონი ხელში, ანუ ხელიდან გამივარდა, დავარდა იატაკზე და გადაღებაც შეწყდა და მე როგორ ვიგზენი, როგორ ჩამარტყა თავში. და ანუ დავიცი იატაკზე. რამდენიმე საათის განმავლობაში გვანცა ქველაძე გამომძიებლების კითხვებს პასუხობდა, მომხდარზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, იკითხებიან სტამბის სხვა თანამშრომლებიც. ამ წუთებში შრომითი ინსპექციის თანამშრომლები იმყოფებიან სტამბა რეზონში, რომლის დირექტორიც სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაშია მხილებული. ძალადობის ამსახველ ვიდეოს მსხვერპლის მეგობარი აქვეყნებს Facebook-ზე, რომელიც ფორმულას უყვება, რომ ყოფილი თანამშრომელი რეზო რაზმაძის მხრიდან სისტემატურად იყო ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. მას დირექტორის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და გარეგნობაზე მითითებით გამუდმებით ცდილობდა მის დამცირებას. და რა მოხდა სინამდვილეში სტამბა რეზონის ტერიტორიაზე? დილის საათებში, როდესაც მოვედი სამსახურში, ამ ადგილას იჯდა ქალბატონი გვანცა ქველაძე, რომელიც იყო ძალიან დანაგვიანებული, სადაც ეყარა საჭმლის ნარჩენები, ყველაფერი ანტისანიტარი იყო, რაღაც იყო საჩინელი შესახედავი. როდესაც მივეცი შენიშვნა, მან მაგიდაზე დაალაგა 4 ბურცელი, ვითომ ამაზე ვაძლევდი შენიშვნას, ესე იგი მაგან მოამზადა სცენა, რაც უნდა გადაეღო. ვითომ გიჟი ვიყავი და ამ 4 ბურცლის გამო ვაძლევდი შენიშვნას. და დამიწყო გადაღება. ამ დროს ჩვენ სტამბაში იბეჭდებოდა თავდაცვის და უშიშროების ბარათები, რომლის გადაღება საშინლად არ შეიძლებოდა, ძალიან სერიოზულად ვიყავით გაფრთხილებული ამის თაობაზე. და საპირველი კიდე ერთი რა იყო, როდესაც მე წამოვედი, უნდა გავსულიყავი, ის
ამ ადგილას რომ მოვედი, მინდოდა გასვლა და ამ დროს გვანცა ქველაძემ დაიწყო ამ ტელეფონის აქეთ-იქით რხევა და ამ მაგიდებზე ელაგა ეს თავდაცვის ბარათები და შემეშინდა რომ რაიმე ეს ბარათი არ მოხდერილიყო კადრში. თავიდან ვაპირებდი გასვლას, მაგრამ ის არ წამომყვა რაღაცათო აქეთ. ის მაინდა-მაინც წავიდა აი მთელ შენობაში არის ერთადერთი კამერა. 300 კვადრატია და ერთი კამერა არის და მაინდა-მაინც ამ ადგილას მოვიდა და მე როდესაც გავდიოდი დაიწყო მამაღლა ყვირილი ხელები ჟესტიკულაციით რომ მე აქ რო 7-დან 9 საათამდე მუშაობ რომელსაც არც 7-ზე მოსულა არასოდეს მოდიოდა 11-ზე მიდიოდა 5-ზე აი ამ ყველაფერმა თან აქ ელაგა მაგიდევზე თავდაცვის ბარათები რომელიც გადაღება ძალიან სერიოზულად ვიყავი გაფრთხილებული უშიშროებიდანაც იქიდან რომ ამის გადაღება გამოიწვევდა ფირმაზე ძალიან დიდ სერიოზულ სადისციპლინო სასჯელს. მე ამისი უფრო შემეშინდა რომ ესენი არ მოხვედრილო გადაღებაში და ეს მაგისტრის ეს იყო გამზადებული შეკვეთილი სცენა, რომელიც იქ გაამზადა სცენა, დეკორაცია დადო, მაგრამ ის არ გადაიღო ის ქვეით, რაც შეიძლება ყოფილიყო, რაც ჩანდა საშინელება. ვითომ მე აი მარტო იმაზე ვედაებოდი და შემდეგ აი იმაში, როდესაც მოვიდა, მაინდა-მაინც ამ კამერის ხედვის არეში მოვიდა. რატომ ადამიანმა რომელმა ყველა თანამშრომელი ვისაც არ უნდა გამოკითხო დღესაც და ადრეც არავინ არ იცის კამერას სადგას იღებს არ იღებს მუშაობს არ მუშაობს ადამიანს თუ წინასწარ არ ქონდა დაგეგმილი ეს პროვოკაცია როგორ შეიძლება ცოდნოდა რომ ეს კამერა იღებს და ყველაფერი და პოლიციაში პირველი რაც მივიდა გამომძიებელს უთხრა რომ აი კამერაა და სასწრაფოდ ამოიღეთო იქ ჩანს ყველაფერიო და თვითონ მაგის ადვოკატიც თამილა გაბაიძე იმ ამბობს ინტერნეტ მაუწყებელში რომ საშიშროება იყო იმისიო რომ რეზონის თანამშრომელს ეს კამერის ჩანაწერი წაეშალაო თუ წინასწარ არ იყო დაგეგმული თუ წინასწარ არ იყო ეს პროვოკაცია მომზადებული საიდან იცოდა რომ ეს კამერა მაინდა-მაინც ეს კამერა იღებდა რას იღებდა როგორ იღებდა და საერთოდ თუ მუშაობდა კიდევაც იმიტომ აი ხა არც ეს ყველა თანამშრომელს არ მოკითხოთ მუშაობს თუ არ მუშაობს ეს კამერა ვერავინ ვერ იტყვის რომ ეს კამერა მუშაობს ან არ მუშაობს აი იქიდან წამოსული მე რო ვაპირებდი ადამიანი აღშფოთებული ხო შეიძლება წამომყვეს აქ და კაბინეტში წამოვიდეს და ის მაინდა-მაინც აი ესე თუ გადათან იღებდა თან ყვიროდა და აი ესე შემოვიდა კამერაში ის სპეციალურად შემოვიდა ამ კამერის არეალში რომ აქ მოექცია ეს ყველაფერი გადაღება და როდესაც ის უკან მიდიოდა ამ ადგილას იდგა პალეტი რომელსაც წამოკრა ფეხი და წაიქცა და შემდეგ მე გავედი და ეს წავიდა პოლიციაში და პოლიციაში წასვლის წინ მენეჯერს მიწერა ტექსტი რომ მე მივდივარ პოლიციაში მე მივდივარ სახალხო დამცველთან ამ ყველა ტელევიზიას გადაუგზანი. გონცა ქველაძე ერთადერთი თანამშრომელი იყო, ვისთანაც რეზო რაზმაძეს დაპირისპირება მოუვიდა და ეს გამოწვეული იყო მის მიერ შინაგან წესის არაერთხელ დარღვევით, კერძოდ სამუშაო სივრცის საკვები ნარჩენებით თანაგვიანებით. ქველაძე, რასაც ჭამდა, ორნაში კი არ ყრიდა, არამედ სამუშაო სივრცეში ტოვებდა, რის გამოც მას არაერთხელ მიეცა შენიშვნა. სისტემატიური შინაგან წესის დარღვევის გამო 2023 წლის 15 მარტს გონცა ქველაძე სამსახურიდან გათავისუფლდა, თუმცა მალევე დაბრუნდა თხოვნით, რომ რეზო რაზმაძეს სამსახურში აღედგინა. რაზმაძემ მოწყალება გამოიჩინა, რადგან გვანცამ უთხრა, რომ ბანკის ვალები ჰქონდა, ფინანსურად უჭირდა და აღარ გაიმეორებდა იმ გვარქმედებებს, რომლებიც ადრე ჰქონდა ჩადენილი. კერძოდ კი, შინაგან წესის დარღვევას. ამ პირობით რაზმაძემ გვანცას სამსახურში დააბრუნა, თუმცა როგორც ირკვევა, გვანცა ქველაძეს სამსახურში დაბრუნების სურვილი კი არა, შურისძიების მოტივი ამოძრავებდა, რადგან რამდენიმე თვეში სტამბის დირექტორს სწორედ შურისძიების მიზნით მოუწყო პროვოკაცია. გამოიყვანა მოთმინებიდან და დადგა სპექტაკლი. თითქოს რეზო რაზმაძემ მასზე იძალა. 14 ივნისი იყო, მუშაობის პროცესი იყო. გვანცა ქველაძე იჯდა თავის მაგიდასთან. ბატონი რეზო შემოვიდა და უთხრა: "გვანცა რატო ზიხარ ასეთ დანაგავებულ მაგიდასთან? ხო შეიძლება შენი ადგილი, შენი სივრცე მოისუფთაო." და სუფთად იყო. გვანცას არ მოეწონა ეს შენიშვნა, ადგა ტელეფონი აიღო და უთხრა: "მე ახლა გადავიღებ და სადაც საჭიროა, წავიღებ
ამ გადაღებულს. ბატონმა რეზომ უთხრა გვანცა ტელეფონი გათიშე და გაჩერდი, არ შეიძლება მასე ნუაკეთებ. გვანცამ ისევ გააგრძელა გადაღება. ბატონი რეზო ეცადა ტელეფონი გამოერთმია. ტელეფონი გამოთიშე უთხრა ბატონმა რეზომ, რადგან აქ იბეჭდებოდა ისეთი საიდუმლო მასალები, რომლის გადაღებაც არ შეიძლებოდა. მთელი თანამშრომლები აქ იყო, ყველას თან დასწრებით, გვანცამ გააგრძელა გადაღება, ეს იყო დიდი შეურაცხყოფა ბატონი რეზოსთვის. რეზომ უთხრა გაჩერდი გვანცა ნუიღებ, თან კამერას უყურებდა, კამერებია დამონტაჟებული აგერ და უყურებდა კამერას, რომ ეს ყველაფერი კამერაზე დაეფიქსირებია, გვანცას ჰქონდა გამიზნულად გაკეთებული ყველაფერი. რათა ბატონი რეზოსთვის შეურაცხყოფა მიეყენებია და მე მიზეზი მოედო რაც გააკეთა, გაეკეთებია ეს და საჩივარი შეეტანა. გვანცამ ისევ გააგრძელა გადაღება, ამიტომ ბატონ რეზომ ტელეფონის გამორთმევა შეეცადა. ტელეფონი უნდა გამოერთმია, გვანცა უკან დაიწია. პალეტით იყო აქ ქაღალდები რაღაცა პალეტებზე დაწყობილი და გვანცამ ფეხი წამოკრა და წაიქცა. ადგა გვანცა და გაიქცა პოლიციაში, მეო ეხლა სადაც რასაც გავაკეთებო, გაჩვენებთ თქვენო და შეიტანა განცხადება საჩივრის, რომ ბატონმა რეზომ ხელი დამარტყაო და სინამდვილეში აქ ხელით შეღება საერთოდ არ ყოფილა, არანაირი ხელით შეხება არ ყოფილა, უბრალოდ ტელეფონის გამორთმევა უნდოდა და წაიქცა გვანცა პალეტზე. სისუფთავე ჩვენ კომპანიას არაკლია, ყოველთვის დასუფთავებული იყო, აქაობა ყოველთვის ვასუფთავებდით, მაგრამ ფიზიკურად არ მოხერხდებოდა გვანცა ქველაძეს დავდგომოდით თავზე და გვესუფთავებია და მარტო გვანცას მაგიდა გველა რადგან არის დიდი კომპანია, არის დიდი ტერიტორია, რომელ ტერიტორიასაც ვალაგებდით, ვასუფთავებდით და ისე რომ გვანცასთან ვერ ვიდგებოდი მთელი დღე და ვერ დაუწყებდი დალაგებას. ამიტომ ყოველთვის მაგიდა იყო დანაგვიანებული, ჯიბრზე ყრიდა, დავალაგებდი, დავასუფთავებდი, გავიდოდი, მოსაწმენდად რომ მოვიდოდი, უკვე გვანცას მაგიდაზე ყველაფერი ეყარა და დაბლა ყველაფერი ეყარა. რომ ვერ მივიდოდი, დამინახავდა გამოსაწმენდად, აიღებდა ამას კალთით და მოატარებდა მთელ კომპანიაში ყრიდა დაბლა. ისე რომ ჯიბრით აკეთებდა სულ ყველაფერს და რატო აკეთებდა არ ვიცი. მე მგონი ყველაფერი მართლა გამიზნული იყო და ყველაფერი დადგმული სცენა იყო, ყველაფერი უნდა დირექტორის წინააღმდეგ მოეწყო. 2023 წლის 14 ივნისს გვანცა ქველაძესა და რეზო რაზმაძეს შორის განვითარებულ კონფლიქტს ესწრებოდა შპსრ ზონის კიდევ ერთი, ამჟამად უკვე ყოფილი თანამშრომელი, რამაზ სიჭინავა. აღნიშნულმა მოწმემ სასამართლო პროცესზე კატეგორიულად განაცხადა, რომ რეზო რაზმაძეს არ მიუყენებია ფიზიკური ზიანი გვანცა ქველაძეს მიმართ და შესაბამისად მისგან არანაირი დაზიანება არ ყოფილა. როგორ დაინახეთ თქვენ ბატონმა რეზომ ქალბატონ გვანცას ხელი დაარტყა? გარიდება ცდილობდი და ფიზიკურად შეუძლებელი იყო რომ ესე იგი დაიყო. წინასწარი გამოძიების ეტაპზე გვანცა ქველაძემ მიუთითა, რომ რეზო რაზმაძემ მას თავის არეში ორჯერ, ხოლო ხელის არეში ერთხელ დაარტყა. თუმცა სასამართლო განხილვისას რეზო რაზმაძის მდგომარეობის დამძიმების მიზნით მან შეცვალა და გაამწვავა თავდაპირველი ჩვენება. აღნიშნა, რომ რაზმაძემ მას თავის არეში სამჯერ დაარტყა. მოვიხარე წელში, დამატებით ვიგზენი ტკივილი თავის არეში და დამატებით ის ვიგზენი რა თქმა უნდა, რომ კიდევ ორჯერ თუ სამჯერ დამარტყა თავის არეში. ანუ ხელში ჩამარტყა ჯერ თავიდან და მერე თავში რა დროსაც რა ვიცი ხა ანუ იმ მომენტში მით უმეტეს ანუ რავი მან ფიზიკურად უფრო შედარებით ისე სუსტად ვიყავი ანუ ჩემ ასე ვთქვათ წონდას მგულისხმობ და მისი ერთი დარტყმაც კი ჩემთვის საკმარისი იყო რომ იატაკზე აღმოჩნდი და რა თქმა უნდა ეს ტკივილთან ასოცირდებოდა და რა ვიცი ის ტკივილიაც მისი შეხებით ვიგრძენი ანუ იმ მომენტშივე აღქმადი იყო ჩემთვის. სასამართლო ფონოსკოპიურ ექსპერტ გია ტეკანოზიშვილს წარედგინა ვიდეო მასალები, სადაც ასახულია კონფლიქტი გვანცა
ქველაძესა და რეზო რაზმაძეს შორის. აღნიშნულ კომპაქტ დისკებზე ვიდეო ჩანაწერების საფუძველზე ჩატარდა ფონოსკოპიური ექსპერტიზა. ექსპერტის წინაშე დაისვა კითხვა: ფიქსირდება თუ არა რეზო რაზმაძის მხრიდან დარტყმითი კონტაქტები გვანცა ქველაძის მიმართ, სხეულის რომელიმე ნაწილზე დარტყმის მიყენება. ფონოსკოპიური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ რეზო რაზმაძის მხრიდან გვანცა ქველაძის მიმართ, სხეულის რომელიმე ნაწილზე დარტყმის მიყენება, დარტყმითი კონტაქტები არ ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარის მიერ შეგნებულად არ ჩატარდა ფონოსკოპიური ექსპერტიზა, რომელიც აუცილებელი იყო იმ რამდენიმე წამიანი ვიდეო მასალის შესაფასებლად, რომელიც გვანცა ქველაძემ გადაიღო და სადაც მკაფიოდ არ იკვეთება მომხდარი გარემოებები. შედეგად მოხდა აუხსნელი და გაუთვალისწინებელი ფაქტი. პირი მიეცა პასუხისგებაში მხოლოდ ერთი კონკრეტული რამდენიმე წამიანი ვიდეო ჩანაწერის საფუძველზე, რომლის მიმართ ექსპერტიზა არ ჩატარებულა. დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული ფონოსკოპიური ექსპერტიზის გარეშე საქმის ირგვლივ ჭეშმარიტება ვერ დადგინდებოდა. რეზო რაზმაძეს ბრალათედებოდა, რომ მან გვანცა ქველაძეს ორჯერ დაარტყა თავის არეში და ერთხელ ხელის არეში. ფონოსკოპიური ექსპერტიზის კატეგორიული დასკვნით დადასტურდა, რომ რეზო რაზმაძეს გვანცა ქველაძის მიმართ არც ერთი დარტყმითი კონტაქტი არ განუხორციელებია. სასამართლო ექსპერტი ადასტურებს, რომ დარტყმითი კონტაქტი არ ყოფილა, თუ რამე პატარა დაზიანება მიიღო, ეს მოხდა მხოლოდ იმის მიხედვით, რომ მან წამოკრა პალეთ ფეხი, რომ მე არანაირი ის მის წინაშე არ მიმიწვის დანაშაული. მე ვარ მართალი. მე მაგასაც მამაშვილურად ვექცეოდი. გაფრთხილებები ბევრი ქონდა, გაშვებულიც იყო სამსახურიდან. მოვიდა მთხოვა, შევიცოდე, დავაბრუნე და იმის გამოვიდა ისე, რომ გადასამსახურის დასაბრუნებლად მოვიდა. არა, უკვე მაგას ქონდა წინასწარ დაგეგმილი, რომ შურის ძიება და მოეხდინა ჩვენზე და ჩვენი ფირმა ეს 25 თანამშრომელი დაეტოვებინა უმუშევარი. იმ შემთხვევაში თუ რეზო რაზმაძემ მართლაც ორჯერ დაარტყა თავის არეში გვანცა ქველაძეს, აღნიშნული ქმედება გარდაულად გამოიწვევდა სერიოზულ ფიზიკურ დაზიანებებს. ასეთ ვითარებაში დაზარალებულს არა მხოლოდ მსუბუქი ხასიათის დაზიანება, არამედ მინიმუმ ტვინის შერყევა ექნებოდა მიღებული. მით უმეტეს, რომ რაზმაძე 115 კილოგრამიანი მამაკაცია, რომლის მიერ ორჯერ ხელით თავის არეში დარტყმა ფიზიკურად სუსტ ქალბატონს არა მხოლოდ სერიოზულ ტკივილს მიაყენებდა, არამედ ადგილიდან მოწყვეტდა და მძიმე ჯანმრთელობის დაზიანებებს გამოიწვევდა. ბუნებრივია, რომ მსგავსი ძალის მიერი ზემოქმედება იწვევს მინიმუმ ტვინის შერყევას, ხოლო ხშირ შემთხვევაში უფრო მძიმე თავის ტვინის ტრავმებს. რეზო რაზმაძის უდანაშაულობა დადასტურებულია უამრავი ექსპერტიზით, რომელიც დევს საქმეში, ასევე მოწმეთა ჩვენებებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით. ჩვენს მიერ ჩატარებული იქნა ფონოსკოპიური ექსპერტიზა, რომლითაც დადასტურდა, რომ არანაირი დარტყმითი კონტაქტი არ მიუყენებია რეზო რაზმაძეს გვანცა ქველაძისთვის. აპელირება იმაზე, რომ თითქოს მან რეზო რაზმაძემ სამჯერ დაარტყა გვანცა ქველაძეს თავის არეში, ერთხელ ხელის არეში. ეს ყველაფერი ამ ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთანავე სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება იმას, როდესაც მხარე ამბობს, რომ სამჯერ იქნა დარტყმა მიყენებული თავის არეში. თუ სამჯერ იქნა დარტყმა მიყენებული, აუცილებლად რაღაც გარკვეული დაზიანება იქნებოდა დაფიქსირებული. რაც არანაირად არ მოხდა ამის დაფიქსირება, რაც მიანიშნებს მხარის მიერ ცრუ და არასწორი ინფორმაციის მიწევდებას გამოძიებისათვის. როგორც სასამართლომ, როდესაც იზიარებს ამ ჩვენებას და ბრალის ფორმულირებას იმგვარად, რომ სამჯერ დაარტყა თავის არეში და დაზიანება არ არის დაფიქსირებული, ეს ხო თავდაყირა აყენებს ყველა იმ პოზიციას, რომელიც გვანცა ქველაძემ დააფიქსირა. ჩავატარეთ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც დააფიქსირა ის, რომ ის დაზიანება, რომელიც მიყენებულია ფეხთან, ჩანს საქმეში ფეხი წამოკრა ამ ადამიანმა პალეთს და ფეხის წამოკრის შედეგად მოხდა დაზიანების მიყენება. ჩვენ ვიღებთ რასურათს, რომ დარტყმითი კონტაქტები არ დაფიქსირებულა, არანაირი დარტყმა არ განუხორციელებია რეზო რაზმაძეს. ამასთან დაფიქსირდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით, რომ დაზიანება, რომელიც მიადგა მხარეს, ეს არის წაქცევის შედეგად, რომელიც თვითონ წაიქცა და სხვას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია ამ წაქცევაში. ასევე მოწმეთა ჩვენებებით არის დაფიქსირებული ის, რომ დარტყმითი კონტაქტი არ მიუყენებია რეზო რაზმაძეს.
ის რომ კვანცა ქველაძეს რეზო რაზმაძემ არც დაზიანება მიაყენა, არც დარტყმა განუხორციელებია და ის დაზიანებაც რაც მიიღო, რეზო რაზმაძესთან კავშირში არ არის. დადასტურდა იმ ექსპერტიზებით, რომლებიც სასამართლოში იქნა წარდგენილი. ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით, რომელიც ექსპერტმა გულნაზი ტატანაშვილმა განახორციელა. დასკვნაში აღნიშნულია, დაზიანებები მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. სასამართლო პროცესზე დაკითხვისას სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა გულნაზი ტატანაშვილმა კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა დაზიანება კვანცა ქველაძეს წაქცევით მიიღო და არა დარტყმითი კონტაქტის შედეგად, განაცხადა. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ იმას ვადგენთ, რა საგნით არის აღნიშნული დაზიანება განვითარებული, რაც შეეხება მექანიზმს, ვინმემ დაარტყა ხელი, კრა, წაიქცა თუ სხვა. ამის დადგენა მოცემული ექსპერტიზის ფარგლებში შეუძლებელია. ჩვენ მხოლოდ იმას ვადგენთ, არსებობდა თუ არა დაზიანებები და რით შეიძლებოდა მათი განვითარება. რაც შეეხება კონკრეტულ გარემოებებს, წაქცევის შედეგად იყო მიღებული თუ რეზო რაზმაძემ მიაყენა. ამის დადგენა ჩემთვის შეუძლებელია. მხოლოდ და მხოლოდ ის დავადგინე, რომ დაზიანებები აღენიშნებოდა თუ არა. როგორც ხედავთ, თავად ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზეც კი გამორიცხულია. რეზო რაზმაძის მხრიდან კვანცა ქველაძის მიმართ დაზიანების მიყენების ფაქტი განხორციელებულიყო. ვინაიდან ექსპერტი მიუთითებს, რომ მას არ შეუძლია იმაზე მსჯელობა, დაზიანება რით იყო გამოწვეული, წაქცევით თუ სხვა გარემოებით. სასამართლო სამედიცინო ექსპერტ მაია ნიკოლაიშვილის მიერ ჩატარებული ექსპერტიზით კი დასტურდება, რომ კვანცა ქველაძის დაზიანება მიღებულია წაქცევის შედეგად და არა რეზო რაზმაძის ფიზიკური ზემოქმედებით. ასევე ისიც, რომ აღნიშნული დაზიანებები შეუძლებელია განვითარებულიყო თავის არეში ან ხელში დარტყმითი კონტაქტების საფუძველზე. კვანცა ქველაძეს აღინიშნებოდა დაზიანებები, ეს იყო ორი დაზიანება, საკმაოდ მცირე ზომების. ერთი დაზიანება აღინიშნებოდა მარჯვენა მუხლის წინა ზედაპირზე, იყო 2 სანტიმეტრი გამრავლებული 1 სანტიმეტრზე, აი ესეთი ზომის და მეორე დაზიანება აღინიშნებოდა მარჯვენა იდაყვის ახსნის უკანა ზედაპირზე 0.6 გამრავლებული 0.3 სანტიმეტრი. თუ ჩვენ ნახავთ, ეს საკმაოდ მცირე ზომის დაზიანებები, ოღონდ ეს იყო ნაჭდევები. ნაჭდევებს მის მიყენებას აქვს გარკვეული მექანიზმი. ეს ნაჭდევები არ არის მიყენებული ადამიანის ხელით. ჩატარებული არის ვიდეო ფონოსკოპიური ექსპერტიზა და კარგად ჩანს, როგორ ეცემა კვანცა ქველაძე. ეს დაზიანებები მიყენებულია სწორედ დაცემით და არავითარ შემთხვევაში ადამიანის ხელით. გამომდინარე იქიდან, რომ ნაჭდევების წარმოქმნას აქვს თავისი მექანიზმი. ეს არის ზედაპირზე გადანაცვლება, მაგრამ ამ შემთხვევაში ხშირად ადამიანის ხელი ამ დაზიანებას ვერ გამოიწვევდა. სასამართლოზე დაისვა საკითხი, თავის მიდამოში იყო თუ არა დაზიანებები, თავის მიდამოში და სხეულის სხვა ნაწილებში, გარდა მარჯვენა მუხლისა და მარჯვენა იდაყვის ახსნისა, რომელიც აღნიშნეთ, რომ დაცემით არის მიღებული, სხვა დაზიანება არ აღინიშნება და რაც თავარია კონტაქტი არ აღინიშნება არანაირი, რაც ასევე დაადასტურა და ვიხემძღვანელეთ ვიდეო ფონოსკოპიური ექსპერტიზით. დაზიანების შემთხვევაში, თუ დაზიანება არ არის, ექსპერტიზა საერთოდ შეფასებას არ აძლევს, ანუ არანაირი კვალი სხეულზე სხვა არ აღინიშნებოდა გარდა აი ამ ორი დაზიანების. კვანცა ქველაძეს რა თქმა უნდა ჩაუტარდა ექსპერტიზა სამხაროვლის ექსპერტიზის ბიუროში და სწორედ იმ დასკვნიდან გამომდინარე, მას არც სახის, არც თავის, არც ხელის მტევნების მიდამოში არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა. და მივდივართ შედეგებამდე, ექსპერტიზა მივიდა შედეგებამდე, რომ ნაჭდევები, რომელიც აღენიშნება კვანცა ქველაძის სხეულზე, ძალიან მცირე ზომის იდაყვის მიდამოში და მარჯვენა მუხლის მიდამოში. ზუსტად იმ ზედაპირებზე, სადაც ხდება დაცემა ვიდეო ფონოსკოპიური ექსპერტიზით. ეს დაზიანებები მიეკუთვნება ნაჭდევებს, ნაჭდევები თავისი მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე, წარმოქმნილი არ არიან ეს ნაჭდევები, წარმოქმნილი არ არიან ადამიანის ხელის ზემოქმედებით. არამედ წარმოქმნილი არიან ორი საგანთან კონტაქტის შედეგად და თუ ვიყენებთ ვიდეო ფონოსკოპიურ ექსპერტიზას, იქ პირდაპირ ჩანს, რომ და აღწერილია, რომ მოხდა დაცემით. დიახ, ეს დაზიანებები წარმოქმნილია დაცემით. ის ფაქტი, რომ კვანცა ქველაძის მიერ რეზო რაზმაძის მიმართ განხორციელდა
პროვოკაცია დადასტურებულია სასამართლოს ფსიქოლოგიური ექსპერტიზით, რომელიც თავად გამოძიების მიერ ჩატარდა და წარდგენილ იქნა სასამართლოში. სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის წინაშე დასმული იყო კითხვა: განიცადა თუ არა გვანცაქველაძემ ფსიქოლოგიური ტანჯვა. ექსპერტ მარინა მათიაშვილის დასკვნის თანახმად, საექსპერტო კვლევის შედეგებით გვანცაქველაძის ფსიქოემოციური მდგომარეობა არ ფასდება ფსიქოლოგიურ ტანჯვად. გარდა ამისა, ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გვანცაქველაძე რთულად ეგუება ფორმალურ შეზღუდვებსა და აკრძალვებს. გააჩნია სოციალური და ადაპტაციური სირთულეები, მის ქცევებში ვლინდება გაღიზიანებადობა და იჭვნეულობა გარემომცველთა მიმართ გამოთქმულ შეფასებებთან დაკავშირებით. მის ქცევებში გამოიხატება სიჯიუტე, ტკივნეული თავმოყარეობა, ურთიერთობებში წონასწორობის დარღვევის ტენდენცია, ასევე თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღებისა და თვითდამკვიდრების გაძლიერებული მოთხოვნილება. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ გვანცაქველაძის ქცევებში აშკარად ვლინდება ყველა ის თვისება, რომელიც საფუძვლად დაედო მის მიერ რეზო რაზმაძესთან დაპირისპირებას. გვანცაქველაძე იყო საკმაოდ კონფლიქტური ადამიანი. მე ზოგადად ვერ იდებოდი მასთან ურთიერთობას. მისი იმპულსური ხასიათიდან გამომდინარე, რამოდენიმეჯერ რომ მოგვიწია საქმესთან შეხება, ყოველთვის მისი რეაქცია იყო იმპულსური, ფეთქებადი, ამიტომ მისი ხასიათიდან გამომდინარე, მქონდა დაძაბული ურთიერთობები ყველა თანამშრომლებთან და მე ვცდილობდი მასთან ურთიერთობა არ მქონოდა ახლო ურთიერთობა მისი ხასიათიდან გამომდინარე. გვანცა ყოველთვის გამოირჩეოდა ძალიან განსხვავებული და ესეთი ცოტა ინტრიგნული გამოსვლებით. გვანცა არ ყოფდა ყველანაირ შინაგან წესს, არანაირ წესს არ ემორჩილებოდა. ქონდა თავისი გრაფიკი, თავისი რეჟიმი, თავისი სტანდარტები, ესე ვთქვათ. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მაინც აგრძელებდა, მივეცით, მიუტანე გამაფრთხილებელი ცნობა, რასაც ძალიან კატეგორიულად შეხვდა, მოის გადადახია და საერთოდ არ განიხილა. მან დატოვა სამსახური ამ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად და შენიშვნის მიუხედავად, მაგრამ მე ისევ ბატონ რეზოსთან მოვიდა თხოვნით, რომ ძალიან ცუდ პირობებშია, ჭირდება ხელფასი, ანაზღაურება და ბატონმა რეზომ სამწუხაროდ დააბრუნა სამსახურში, რასაც მოყვა ძალიან ცუდი სკანდალი და რა ვიცი, ძალიან ცუდად აისახა ეს ყველაფერი რეზონზე. ქალბატონი იყო პროვოკატორი, სპეციალურად მაგისტრის შემოვიდა და ამდენ რაცა შემოაგზავნა, რომ მოეხდინა ეს პროვოკაცია და რომ გაჩერებული იყოს სტამბა და საწარმო და იმდენი ხალხი დარჩენილი იყოს უსაქმურად. ბაბუცა პატარაიას ადვოკატების მიერ დატრენინგებული გვანცაქველაძე მედიასთან ისე წარმოაჩენს სიტუაციას, თითქოს 3 წელი ფაშისტების კონცლაგერში მუშაობდა. ახლაც აი თვალებს რომ ხუჭავ წითელმაისური ანკას ვხედავ, რომელიც ჩემკენ უნდა წამოვიდეს. იმთენად დიდი იყო ეს, სახლში მარტო ვერ რჩები, ხან ერთი მეგობარი რჩება ჩემთან, ხან მეორე მეგობარი და არ არის ეს ჩემთვის მარტივი. არ მგზნობ თავს უსაფრთხოდ, იცი როგორ მეშინია, დედას კეფცები პირველი განსაკუთრებული, როცა ეს მოხდა, სახლში მარტო ვერ რჩებოდი. როცა არ მეგულებოდა ვინმე დასარჩენი, რომ ჩემთან დარჩენილიყო და მარტო არ ყოფილიყავი, სოფელში მივდიოდი ხოლმე ჩემ რომ იქ მშვიდად დამეძინა, რომ იმდენად შიში მქონდა. ქუჩაში წითელმაისურიან კაცს რომ ხედავდი, რაღაც პანიკები მეწყებოდა და შიში მეწყებოდა. ჩემ სიზმრებში დღემდე არის, ხან ჩემი სკოლის დირექტორი არის სიზმრში, ხან ჩემი ყოფილი სადაც კი რაიმე წარსულში გამიკეთებია, სადაც კი მყოფილ ვარ, ყველა სიტუაციაში მე სიზმრება ეს ადამიანი. გვანცაქველაძე თავის ჩვენებებსა და გამოსვლებში ცდილობს ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინოს. ის აცხადებს, რომ 2023 წლის 14 ივნისის შემდგომ მას გაუჩნდა განცდა თითქოს უთვალთვალებენ. ეშინია წითელმაისურიანი ადამიანების დანახვის, რადგან იგი ასოცირდება რეზო რაზმაძესთან და ამ პერიოდიდან იგი თითქოს შიშისა და სტრესის ქვეშ ცხოვრობს. გაუგებარია, როგორ შეიძლება ადამიანს მხოლოდ რამდენიმე წამიანი უთანხმოების შედეგად განუვითარდეს მსგავსი განცდები. თითქოს რეზო რაზმაძე მას სისტემატიურად აყენებდა ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას და მის მიმართ დისკრიმინაციულ ქმედებებს ახორციელებდა. სინამდვილეში ვითარება სრულიად საპირისპიროა და ამას ყველა მოწმე ადასტურებს. რეზო რაზმაძე გვანცაქველაძესა და თითოეულ თანამშრომელს, როგორც საკუთარ შვილებს ისე ექცეოდა, ფინანსურად ეხმარებოდა და სხვადასხვა ღონისძიებებზე დაჰყავდა. მათ შორის აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობას თავად გვანცაქველაძეც არაერთხელ იღებდა. მე ვარ ნინო კაკიაშვილი, შპს რეზონის მთავარი ბუღალტერი.
უკვე 9 წელია რაც აქ ვარ დასაქმებული თავი ბუღალტრის პოზიციაზე თავდაპირველად 9 წლის წინ რომ მოვედი არანაირი გამოცდილება არ გამაჩნდა ბუღალტრად მუშაობის და ბატონმა რეზომ დამასაქმა ძალიან შემიწყო ხელი ერთად ავაწყეთ ბუღალტერია კომპანიის და დღემდე მიწყობს ხელს ყველანაირად ძალიან მიყვარს ეს გარემო უგრძნობ თავს როგორც საკუთარ ოჯახში ძალიან დიდი ხანი გვაქვს დიდ ბევრი რაღაც გვაქვს გავლილი ერთად ამ კომპანიასთან და მუხარული ვარ რომ ვმუშაობ ამ კომპანიაში. ამ კომპანიაში მუშაობა ძალიან მიხარია და ყოველდღიურად აქ მოსვლა არის ჩემთვის დიდი დღესასწაული. კოლექტივი არის იმდენად კოლეგიალური, რაც ბატონ რეზოს დამსახურება არის, რომ ყველა თითოეული თანამშრომელი თავს გრძნობთ როგორც საკუთარ ოჯახში. ყველაფერი ისე მიდის, აი ყველაფერია მეგობრობაში რაც ხდება, ყველანაირად. ყველაფერი ისე არის, როგორც სამსახური ჭირდება და მეგობრობა ჭირდება. ბატონი რეზო არის ბრწყინვალე ადამიანი, ბატონ რეზოსთან შეიძლება მამაშვილურად ლაპარაკი ყველაფერზე ანგარიშის გაწევა იცის. თუ რამე გჭირდება, ყველაფერს აკეთებს ისე, როგორც ჩვენ გვინდა, ჩვენ პირობებთან შეთანხმებით და ხელის შეწყობით. რა ვიცი, არანაირად არ შეიძლება ამ პიროვნებაზე ზედმეტის თქმა. ძალიან კარგი ადამიანი არის. სტამბაში მუშაობ პრესის თანამდებობაზე. რაც დიზაინიც ეხება, ანუ ფაილების მომზადება, მოწესრიგება და საბჭოთა გამზადება. 3 წელია ამ კომპანიაში მუშაობ. ძალიან კაი პირობებია. მეგობრული ოჯახური გარემო გვაქვს. ბატონი რეზო, რავი, თანამშრომლების მიმართ ძალიან ოჯახურად მეგობრულად არის დამოკიდებული. ხელშეწყობა ნებისმიერი სახის არის ბატონ რეზოსგან. შპს რეზონში მუშაობ 2009 წლიდან. ბატონი რეზო არის ძალიან კარგი ადამიანი, ქველმოქმედი ადამიანი, ეხმარება ყველას, ყველა თანამშრომელთან არის მამაშვილურად. პირადად მე ვარ შემწრე ბატონი რეზოს სიკეთის, ჩემი მეგობარი, რომელიც ასევე მუშაობდა შპს რეზონშიც, გახდა ცუდად. მუცლის ტკივილით ბატონმა რეზომ გადაიყვანა საავადმყოფოში. აღმოაჩნდა, რომ მქონდა ბრმანაწლავი გამსკდარი. ოპერაციის ფინანსების ფული არ ჰქონდა ჩემს მეგობარს და ოპერაციის მთლიანი თანხა გადაიხადა ბატონმა რეზომ თავისი სახსრებით. გამოჯამრთელების პერიოდშიც ასევე ყველანაირად ედგა გვერდში. ბევრი სიკეთე მახსენდება ასევე ჩემ მიმართ, სხვა თანამშრომლების მიმართაც. ყველანაირად მიწყობს ხელს. ხანდახან არის შემთხვევა, რომ ისე ხდება, რომ გვიან მიწევს სამსახურში მოსვლა და ამაშიც ანალოგიურად ყველანაირად მიწყობს ხელს. ღმერთის წინაშე მართალი ვარ. ვიცი რომ ღმერთის წინაშე ყოველივე კარგი მაქვს გაკეთებული. იგივე ჩემი თანამშრომლებისთვის. ორი თანამშრომელი სიკლის გადავარჩინე. ეს იყო დალით ჩაფიძე და მარიამ ქურდაძე. მაშინ მე რომ მათ არ დავხმარებოდი, დღეს ისინი ცოცხლები არ იქნებოდნენ უბრალოდ. სამსახურში მოსვლის რომ მოვიდა ძალიან ცუდად გახდა. და სახში გამიშიო და შემიძლია უბრალოდ გამიშვა სახში და პასუხისგებლობა მომეცდა, მაგრამ ძღოლს გავაყოლე საუნდტროპოში, მერვე საუნდტროპო იყო იქ ჩემთან ახლოს და რო ჩაიყვანეს საუნდტროპოში, რო გაშინჯეს ახალგაზრდა გოგოს საკვერცხე ჰქონდა გამსკდარი და სასწრაფოდ დააწვინეს ოპერაციაზე და მოითხოვეს რომ ამას სჭირდება 5400 ლარიო და ხა სანამ მშობელი ჩამოვიდო და სანამ მშობელი εμას ნახავდა ავდექი მქონდა ანგარიში ეს თანხა და ჩაურიცხე რაც იმის საშუალება მიცა რომ ოპერაცია გაიკეთებინათ და ეს ახალგაზრდა გოგო გადარჩენილიყო დღეს ახლა ამ ახალგაზრდა გოგო ძალიან დიდი მადლობელია ჩემი ორი შვილი ყავს ბედნიერია და მეც მიხარია რომ ესეთი ადამიანი ბედნიერება გადავარჩინა რა რეზო რაზმაძეს ბაბუცა
პატარა იას ორგანიზაცია საფარის მხარდაჭერის გარდა დაუპირისპირდა ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი ნანუკა ჟორჟოლიანიც. ანუ თქვენი მორალურიზიანი მინდა ადგინა რომ 5000 ლარი იღებს, ოდესაც ამ ხოლმე ტროპი კაცი გწამს. ამიხსენი რეზო რატომ არზის ციხეში? ნანუკა ჟორჟოლიანმა როგორც ჩანს ძველი დრო გაიხსენა. თუ როგორ თვითნებობდა ის ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს და მან ქველაძესთან ერთად შპს რეზონზე სატელევიზიო ლაშქრობა მოაწყო. გამარჯობათ. ბატონმა რეზომ დაგვიბარა 3 საათზე. თუ შეიძლება. დარწმუნებული ხართ რომ ძაღლი დაბულია, ხო? აქ თუ კიდევ ზემოთ. გამარჯობათ. როთან მოვიდა ქალბატონი გვანცა. უბრალოდ მოვიდა არასწორი სიტყვა ვაშუქებთან ამბავს. რის ხარჯზე ხდება ის, რომ სისხლის სამართლის პროცესი არ დაწყებულა ჯერ საქმის განხილვა? მაგ საკითხს იმიტომ მინდოდა რომ ეს სისხლის ადვოკატიც ყოფილიყო და ის უფრო კარგად გაგისაუბრებათ ვიდრე მე ამ საკითხს. ხო, მაგრამ თქვენ როგორ გონიათ? ანუ როგორ ხდება ისე, რომ აღბეჭდილია დანაშაული, დაფიქსირებულია, გადაღებულია და ხდება ისე, რომ ეგ არის სიმართლე რომ გითხრათ, ეგ არის იქ მიჭრილი, მოჭრილი, ამოჭრილი, გადაჭრილი, ეს არის ყველაფერი. რაცებზე ვიდეო ფირი არსებობს და რას მოვაპარაკებთ? სხვადასხვა ვიდეოს უყურებთ ჩვენ? არა, მე შემიძლია რომ გაჩვენოთ იმ ვიდეო, რომელზეც მე ვისაუბრებ. არა, ეს რეზონი, რომელიც 27 წლის განმავლობაში პოლიგრაფიულ ბაზარზე ერთ-ერთ სანიმუშო კომპანია თითლებოდა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში, უხილავი ძალის მიერ პროვოკატორის გამოყენებით მიზანმიმართულად ლაფში ამოსვარეს. შედეგად, წარმატებული და სტაბილური კომპანია ნაცმედიის მიერ ქალებზე მოძალადე ობიექტად იქცა. ჩვენი შეხვედრა რეზოსთან, ბატონ რეზოსთან და მის კომპანიასთან რეზონთან შედგა 2003 წელს, პირველი პროფესიული შეხვედრა, შეთანხმება. ეს იყო პირველი ხელშეკრულება გაფორმებული საქართველოს სალიზმო კომპანიასთან, რომლის საშუალებითაც პირველად მოხდა ამ ოპერაციით, პირველად მოხდა საბჭოთა დანადგარის ჩამოტანა შპს რეზონისთვის და ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ ფაქტიურად მაშინ ქარხანას ჩამოვიდა ჩვენი წარმომადგენელი, თვალებით არ იჯერებდა, იმიტომ რომ სარეკორდო მაჩვენებელი, სარეკორდო რაოდენობის ფურცელი დაბეჭდა ამ დანადგარმა 18 თვის განმავლობაში. და ეს ყველაფერი მაშინ აისახა Heidelberg News-ში, რომელიც იგზავნებოდა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ეს ჟურნალი. მას შემდეგ კომპანია რეზონთან ჩვენ ძალიან მჭიდრო და საქმიანით ურთიერთობა გვაქვს კომპანია Heidelberg-ს და პირადად მე ძალიან მას შემდეგ მოხდა კომპანიის ეტაპობრივი განვითარება, თანამედროვე დანადგარების შეძენა, რომელსაც ახორციელებდა ბატონ რეზო, ანუ აკეთებდა რეინვესტიციას და ყველაფერს ახმარდა თავის კომპანიას, რომ შპს რეზონი ყოფილიყო ცნობადი კომპანია და დღესდღეობით ასეც არის, რომელიც მის საწარმოში, მათ საწარმოში სტამბაში იბეჭდება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად კარგი და ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქცია. შემდეგ ესე იგი გავიდა 22 წელიწადი და მხოლოდ შემიძლია გულწრფელად თქვა, რომ ბატონი რეზო არის ძალიან კარგი პიროვნება, რომელთანაც მხოლოდ სიამოვნებად მუშაობ მასთან, აი სიამოვნებით ვაკეთებთ ყველა საქმეს, რომელიც არ აცნეს და ესწრება ყველა გამოფენას და გამოფენაზე, ანუ სადაც წარმოდგენილი არის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი დანადგარები, ის ახდენს მე ამ დანადგარების ჩამოტანა საქართველოში და
რომელიც მე უკვე ემსახურება ქართულ პოლიგრაფიას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ Heidelberg-ი, ანუ გერმანული კომპანია Heidelberg და თვითონ კონცერნს აქვს თავისი ბაზა, სადაც მითითებული არის საიმედო კომპანიები, მათ შორის არის მოხდილი საქართველოსთან კომპანია Rezoni. თავმაც შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერ სტამბაში, ნებისმიერ თქვათ პოლიგრაფიულ კომპანიაში რომ იკითხოთ შიპს Rezoni შესახებ, აბსოლუტურად ყველა ხოლო დადებიც გეტყვით, ხოლო კარგს გეტყვით, იმიტომ რომ მას აქვს ძალიან დადებითი და კარგი რეპუტაცია ქართულ პოლიგრაფიაში. გამარჯობათ, როგორ ბრძანდებით, როგორ გიგითხოთ? სალამი, ანა როგორ ახარ? როგორ გიგითხოთ? ბავშვები როგორ არიან? სალამი, გამარჯობათ. ერთ-ერთ ბრალდებად კვანცაკველაძე რეზო რაზმაძეს მიუთითებს თითქოს იგი მას სოფლელად მოიხსენიებდა. არადა, თავად რეზო რაზმაძე სოფლელია. იმავე დროს უდედმამო ბავშვთა ინტერნატში აღიზარდა, სადაც დედამ უსახსრობის გამო მიაბარა. მისმა ცხოვრებამ მთლიანად გაჭიროებასა და შიმშილს შორის განვლო. დავიბადე 1958 წელს ქალაქ ჭიათურაში სოფელ ეწერზე. მამა ადრე გარდამეცვალა, დედაჩემს ძალიან უჭირდა, ორი ძმანი ვიყავით ჩვენი გაზდა და მე მიმაბარეს თბილისის მუსიკალურ სკოლა ინტერნეტში. სადაც 9 წელი ვისწავლე. ბევრჯერ ყოფილა რომ მშიერს დამიძინია, ბევრჯერ ყოფილა რომ მშიერი ყოფილვარ. გაჭირება გამოცდილი მაქვს ჩემ თავზე და როდესაც სკოლა დავამთავრე და ეს ფირმა შევქმენი, ყოველთვის ვცდილობდი რომ ადამიანებს დავხმარებოდი და თუ ვინმე რომელიმე ადამიანს უჭირს, ყოველთვის მინდა რომ დავეხმარო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა შკუბულიანის მიერ გამოტანილი განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი, წინააღმდეგობრივი გამოკვლეულ მტკიცებულებებთან და ეფუძნება ეჭვებს, ვარაუდებს. რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და სააპელაციო სასამართლომ რეზო რაზმაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს. არ იყოს ორმაგი გარკვეული აქმის უნარის საშუალებას იძლევა, ეს კადრები 20 წამიანი ვერ გაიგებ რა ხდება. ექსპერტმა ეს თავისი კვლევით და თავისი რაღაც დიდი გამოცდილებით, რომელიც გააჩნია, ეს ყველაფერი ჩაატარა და დაადგინა. მოსამართლე იძახა, მე არ მინდა და არ გავიზიარებ ამას. რატო არ გაიზიარებ? მიკერძოებულია დასკვნა. მაშინ თუ იძახი რომ არ გავიზიარებ ექსპერტულ დასკვნას, უნდა არსებობდეს ალტერნატიული ექსპერტიზა, უნდა არსებობდეს რა სხვა იმე მტკიცებულება, რომელთაც შენ არ გაიზიარებ. ანუ როდესაც მოსამართლე ვერ იძახის რომ ექსპერტი მიკერძოებულია, რამე დარღვევით ჩატარდა ექსპერტიზა, არ რაიმე სხვა რაღაცა არსებობს ექსპერტული დასკვნა, რომელთაც შენ არ ითვალისწინებ, ეს იგი გამოდის რომ მიკერძოებულად არის ჩატარებული ყველაფერი, ეს განხილვაც და განაჩენის გამოტანაც. ერთადერთი მას აქვს დაფიქსირებული განაჩენში, რომ მე ექსპერტიზის დასკვნას არ ვითვალისწინებ ნეიტრალური მოწმეების დასკვნას. და როგორ არის ნეიტრალური მოწმე, როდესაც დაფიქსირებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომ ეს ორი ადამიანი არის მეგობარი გვანცაკველაძის, როდესაც ეს ფაქტი მოხდა, დატოვეს სამსახური, თან რას ნიშნავს ეს ნეიტრალური მოწმე? როგორ დაადგინა რომ ნეიტრალურია? რატო არის მაგალითად ნეიტრალური მოწმე ეს ორი მოწმე და რატო არ არის ის ორი მოწმე, რომელიც ლაპარაკობს, რომლებმაც თვითმხილველი გახდნენ ყველაფრისა, რომლებმაც დააფიქსირეს ის პოზიცია, რომ გვანცაკველაძესთვის არავის დარტყმა არ მიუყენებია. რატომ? ორი მოწმე აქით არის, ორი მოწმე იქით არის და შენ მოსამართლე იძახი რომ არა მე ამას ვაკეთებ და თან არ ითვალისწინებ მოწმეები, შეიძლება 1000 მოწმეს მოიყვანო, მაგრამ ექსპერტულ დასკვნას არ იზიარებ და ეს ექსპერტულ დასკვნას არ იზიარებ და ექსპერტული დასკვნა მაღლა დგას ყოველგვარ მოწმეთა ჩვენებებზე, იმიტომ რომ არავის არ უკითხია იქ პროცესზე, მაგალითად არავის არ გამოუკვლევია გამოძიებაში და სასამართლოზე რამდენად ხედველობის უნარი როგორ ქონდათ მაგალითად იმ ორ მოწმეს, რომელმაც დააფიქსირეს, რომ ესე იგი დარტყმითი კონტაქტები მიაყენა. არ ჩატარებულა საგამოძიებო ექსპერიმენტი მათი მეშვეობით. იქნება მხარეს არ აქვს კარგი მხედველობა, იმიტომ რომ ეს არც თუ ისე ახლოდან მოხდა, ახლოს იყო ეს ყველაფერი, ეს პროცესები, როდესაც მოხდა. ამიტომ მთელი რიგი მტკიცებულებები იქნა უგულებელყოფილი სასამართლოს მიერ. სასამართლემ არ გაიზიარა სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეთა ჩვენებები,
სასამართლოში არსებული საქმეში არსებული მტკიცებულებები და პლუს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ გვანცაკველაძე არის იმპულსური, კონფლიქტური, ვერ ეგუება გარკვეულ შენიშვნებს, რაც საქმეშიც დაფიქსირდა. იმიტომ რომ არც ერთი კონფლიქტი ამ ორგანიზაციაში, ამ საწარმოში არ მომხდარა. ერთადერთი კონფლიქტი მოხდა გვანცაკველაძესთან დაკავშირებით. კომპანია, რომელსაც 25 წელი ვაშენებდი, მოინდომეს ერთი ხელის მოწვის მოსმით ერთ წამში განადგურება. პროვოკატორ გვანცაკველაძის ხელით. არ ვიცი, ეს იყო შურისძიება თუ კონკურენტი კომპანიის დასახული მიზანმიმართული მოქმედება. მომიწვევს პროვოკაცია. თითქოს ჩემ კომპანიაში დასაქმებულ თანამშრომელზე გვანცაკველაძეზე ვიძალადი, მაგრამ არ მიძალადი, არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ ყოფილა და არც ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა. აღარ ვიცი რა გავაკეთო. როცა ვერც ექსპერტიზები, ვერც სასამართლოში შენ სიმართლეს ვერ ადასტურებ. მე და ჩემი მრავალი კოლეგა ვფიქრობთ საქართველოსდან ჩვენი ბიზნეს კომპანიების უცხოეთში გადატანას. იქ სადაც დაუცველი ხარ, პროვოკაციის სფერბლი, არათუ მუშაობა, ცხოვრებაც არ არის. კანონი უნდა აღსრულდეს, თუნდაც სამყარო დაიქცეს. სწორედ ამ ძველ რომაულ მაქსიმზე იდგა იმდროინდელი მსოფლიოს უძლიერესი იმპერიის სიმტკიცე. მოგვიანებით კი ბრიტანელებმა შემოგთავაზეს უფრო ჰუმანური პრინციპი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო დგას არა სასჯელის სიმკაცრეზე, არამედ სამართლიანი სასჯელის გარტაულობაზე. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის სტაბილურობის უმთავრესი გარანტია არის სამართლიანობის განცდა და კანონის გარდაუვალი აღსრულება. ჩემი მტერიც კი მეწოდება რა. ის რა თქმა უნდა ცოდვაა და შესაძლებელია, იმიტომ არ იცის რას აკეთებს და არ ესმის რას ჩადის. სიმართლე გავს მზეს, რომელიც დიდხანს არ დაიმალება, ეს ყოველთვის გამოვა და გამოკაშკაშდება. იმედია, სამართალი იზეიმებს და რეზო რაზმაძე არ გახდება იმ 10,000-ობით მამაკაციდან კიდევ ერთი მათგანი, რომელიც დაუმსახურებლად გახდა მსხვერპლი, სუნდერული, ფსევდოფემინისტური დაჯგუფების.